შედიან ეზოს ტერიტორიაზე. ნახე, რომელი დაარღვევსო, მეუბნება, რომელი დაარღვევს? ეზოს შედიან. სულ თეთრი ავტომობილი, ჩართული აქვს მარჯვნივ მოხვევის მაჩვენებელი და შედის ეზოში. ხო, ნახეთ ყვითელი ავტომობილის მძღოლს. კი ჩართული აქვს მარცხნივ მოხვევის მაჩვენებელი, მაგრამ ნახე საიდან შედის საპირისპირო გზიდან. უნდა წავიდეს გზაჯვარედინზე მობრუნების მანევრი შეასრულოს და შემდეგ შედეს ეზოში. მაგრამ არა აიგრევე შედის საპირისპირო გზიდან. რა თქმა უნდა დაარღვევს, ხო არ შეიძლება. რომელს ეკძალება? მოძრაობა ეკძალება ამ შემთხვევაში ყვითელი ავტომობილის მძღოლს. ნახე რა უნდა გითხრათ? ნიშანი გახსოვთ? პირდაპირი მოძრავეო, ნიშანი მეუბნება, ხო? აი ამ ნიშანს რამდენჯერაც დაინახავთ, თუ სადმე თვალი მოკალეთ, რომ მოძრაობს ყვითელი ავტომობილი, ყოველთვის დამრღვევი იქნება ყვითელი. ნახე, ნიშანი პირდაპირი მოძრავე. რამდენჯერაც დაინახავთ, რომ იქვე სადმე ახლო-მახლო მოძრაობს ყვითელი, ყოველთვის დამრღვევი არის ყვითელი. რა თქმა უნდა, პირდაპირი მოძრავე ნიშანზე ყოველთვის არღვევს ყვითელი ავტომობილის მძღოლი. არღვევს ყვითელი. მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მოძრაობის უფლება აქვს. ნახე, სად უნდა იმოძრაოსო მსუბუქმა ავტომობილმა მეუბნება. ნიშანი კი მეუბნება პირდაპირი მოძრავეო, მაგრამ ნიშანმა თავისი მოქმედების ზონა დაასრულა გზაჯვარედინზე. აი ამ გზაჯვარედინზე რომ შედგება მსუბუქი ავტომობილი, ხო, სად წავაო მეუბნება? წავა ყველა მიმართულებით. წავა პირდაპირ, წავა მარჯვნივ, წავალთ მარცხნივ და დაიმახსოვრეთ, თუ წავალ მარცხნივ, ყოველთვის შემიძლია მობრუნება. თუ წავალ მარცხნივ, ყოველთვის შემიძლია მობრუნდე. წავალ მარცხნივ და ყოველთვის დაიმახსოვრეთ, შემიძლია მობრუნება. სად წავა? რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით. მე გზაჯვარედინზე ნიშანი არაფერი აღარ მავალდებულებს, სად წავიდე, ამიტომ წავალ ყველა მიმართულებით. მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს. ნახე, სად უნდა იმოძრაოს მსუბუქმა ავტომობილმა ამ შემთხვევაში. ნიშანი, ნახეთ, ვიღაცამ მოიტანა და დადო. ძირი აქვს, ხო? დევს ნიშანი. ვიღაცამ მოიტანა და ნიშანი დადო, ხო? ნახეთ, ეს ნიშანი არის დროებითი ნიშანი და ყოველთვის დაიმახსოვრეთ, დროებითი ნიშანი არის ყოველთვის უპირატესი. დროებითი ნიშანი ყოველთვის არის უპირატესი. სადაც დროებითი ნიშანი იქნება, ეს ნიშნები ყველა ძალას კარგავს. ეს ნიშნები ახლა გინდა ყოფილა, გინდა არა, ხო? ყოველთვის უპირატესი არის დაიმახსოვრეთ დროებითი საგზაო ნიშნები. ნიშანი რას მეუბნება? ნიშანი მეუბნება, რომ მოძრაობა გააგრძელე პირდაპირ. მოძრაობა გააგრძელე პირდაპირ, რომ მეუბნება ნიშანი. მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს. ნახე, სად უნდა იმოძრაოს ახლა მსუბუქმა ავტომობილმა. ნიშანი რას მეუბნება? დროებითი ნიშანია და ნიშანი მეუბნება მოძრაობა გააგრძელე მარჯვნივ, ხო? რა თქმა უნდა, ნიშანს დავემორჩილები და წავალ მარცხნივ. ბოდიშ, წავალ მარცხნივ. რა თქმა უნდა, თუ წავალ მარცხნივ, ყოველთვის შემიძლია მობრუნდე. წავალ მარცხნივ და ყოველთვის შემიძლია მობრუნების მანევრიც გავაკეთო. წავალ მარცხნივ და ყოველთვის შემიძლია მოუბრუნდე. რომელი ავტომობილის მძღოლი არღვევს წესებს, თუ ისინი შედიან თუ მწვანე ავტომობილი შედის, ხოლო ყვითელი გაჩერებ. ნახე, რომელი დაარღვევსო? მწვანეო ეზოში შედისო, ხოლო ყვითელი არის გაჩერებული. რომელი დაარღვევს? რა თქმა უნდა, ყვითელი. მწვანე ჩართული აქვს მარჯვნივ მოხვევის მაჩვენებელი და შედის ეზოში. ხოლო ყვითელი ავტომობილი არის გაჩერებული. რომელი დაარღვევს? ყვითელი. რატო? ნახეთ, ნიშანი რას მიგრძალავს? ნიშანი დგომას და გაჩერებას მიგრძალავს, ხო? ნიშანი კრძალავს გაჩერებას და დგომას. ამ ნიშნის მოქმედების ზონა არის შემდეგ ნიშნამდე ან გზაჯვარედინამდე. მე ხლა არც შემდეგი ნიშანი არ მაქვს და არც გზაჯვარედინი არ მაქვს, ხო? რა თქმა უნდა, დამრღვევი არის პირდაპირ იმოძრავე ნიშანზე, ყოველთვის არღვევს ყვითელი ავტომობილის მძღოლი. მოცემულ სიტუაციაში ეკძალება თუ არა მობრუნების მანევრის შესრულება? ეკძალება? არ ეკძალება. ორი მოძრაობის ზოლია. ნახეთ, ნიშანი მეუბნება, რომ პირველი ზოლიდან შენ იმოძრავე პირდაპირ. ხოლო მეორე ზოლში ვარ. ნახეთ, მეორე ზოლიდან მე შემიძლია გავაგრძელო მოძრაობა პირდაპირ. წავიდე მარცხნივ და თუ წავალ მარცხნივ, ყოველთვის შემიძლია მოუბრუნდე. მეორე ზოლიდან მე შემიძლია ვიმოძრავო პირდაპირ, მარცხნივ და მოუბრუნდე. რა თქმა უნდა,
არ მეკრძალება მომბრუნების მანევრის შესრულება. ნახეთ, მოცემულ სიტუაციაში ეკრძალება თუ არაო? რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ეკრძალება, კაცო. ნიშანი რას მეუბნება? ერთი მოძრაობის ზოლია და ნიშანი მეუბნება მოძრაობა გააგრძელე პირდაპირ და მოძრაობა გააგრძელე მარჯვნივ. მე მინდა წავიდე მე მინდა მობრუნება. შემიძლია? რა თქმა უნდა, არ შემიძლია, კაცო, მობრუნების მანევრის უფლება ამ შემთხვევაში არ მაქვს. რა თქმა უნდა, ეკრძალება. რომელი ავტომობილი არ დაარღვევს, ნახე, რომელი არ დაარღვევს? რა თქმა უნდა, არ დაარღვევს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. ნიშანი მეუბნება, შენ დაბრკოლებას გვერდი აუარე მარცხენა მხრიდან. რა თქმა უნდა, არ დაარღვევს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. მოცემულ სიტუაციაში მსუბუქ ავტომობილს უფლება აქვს იმოძრაოს. ნახეთ, სად უნდა იმოძრაოსო? მეუბნება მსუბუქმა ავტომობილმა. ნიშანი რას მეუბნება? ნიშანი მეუბნება შენ გააგრძელე მოძრაობა როგორც A-ზე, ასევე B-ზეო, ხო? შემიძლია ვიმოძრაო ორივე მხარეს. სიტყვა როგორც A, ასევე B მიმართულებით. მაძლევს უფლებას ნიშანი ვიმოძრაო. მობრუნების ადგილი რომელიაო? მეუბნება. ნახეთ, მეოთხე არის მობრუნების ადგილი. მეოთხე. მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ კვეთაზე, სადაც დადგმულია ნიშანი. ნახე, სავალი ნაწილების კვეთა რა არის? გზაჯვარედინი არის, ხო, რომელი გავრცელდებაო? დაიმახსოვრეთ, სიტყვა ყველასი. სიტყვა ყველასი რამდენჯერაც ნახავთ, იმდენჯერ არის სწორი. სიტყვა ყველასი რამდენჯერაც წაიკითხავთ, ყოველთვის აირჩიეთ, ყოველთვის ყველგან არის სწორი. ყველასი. დაიმახსოვრეთ, დავინახე, აირჩიე, ყოველთვის ყველგან არის სწორი. რომლის მოქმედება არ ვრცელდება ნიშნის დადგმის ადგილიდან მის შემდეგ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინამდე. ნახე, ყველა ნიშანს აქვს თავისი მოქმედების ზონა. ნიშნიდან შემდეგ ნიშნამდე ან გზაჯვარედინამდე. მაგრამ ეს არის მეოთხე ნიშანის შემოვლის კუნძული, რომელიც ტრაქტორის წინ იდგა. და გეუბნებოდა, რომ შენ დაბრკოლებას გვერდი აუარე, გინდა მარჯვნიდან, გინდა მარცხნიდან, ხო? აი ამ ნიშნის მოქმედების ზონა მარტო იმ ადგილას არის, სადაც დგას. ეს არის დროებითი ნიშანი და ამისი მოქმედების ზონა არის მარტო იმ ადგილას, სადაც დგას. მეოთხე ნიშანი. იქ რაღაცა გაუმართავობა რო იყო, იმას აღმოფხრავენ და ჩვეულებრივად წაიღებენ. ამიტომ ამ ნიშნის მოქმედების ზონა არის მარტო სადაც დგას იმ ადგილზას. კარგით, გავიმეოროთ მაშინ. მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს. მხოლოდ D მიმართულებით. D მიმართულებით, კი ბატონო. წავედით D-ზე. სად შეუძლიაო იმოძრაოსო მსუბუქ ავტომობილმა? როგორც A, ისევე B მიმართულებით. გაკვეთილზევა და მოგვიანებით ამირეკეთ. როგორც A-ზე, ასევე B-ზე შემიძლია ვიმოძრაო. მოსახვეს გასტავ და უნდა შევიდესო მარჯვნივო. საიდან შეუძლია შევიდეს? სად ეკრძალება მოძრაობა? მოძრაობა ეკრძალება როგორც A, ასევე B მიმართულებით. მოძრაობა აკრძალული აქვს როგორც A-ზე, ასევე B მიმართულებით. კი ბატონო. სად იმოძრავეო, რას მეუბნება? მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ პირდაპირ მიმართულებით. რა თქმა უნდა, წადიო პირდაპირო მეუბნება. სად იმოძრავეო, რას მეუბნება? მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ მარჯვნივ. წადიო მარჯვნივო, კი ბატონო. შემოვლის კუნძული, შენ დაბრკოლებას გვერდი აუარეო, მეუბნება მარჯვენა მხრიდანო. მესამე. დაბრკოლებას გვერდი აუარე, როგორც მარჯვნიდან, ასევე მარცხნიდან მეუბნება. მეოთხე, კი ბატონო. ველოსიპედის ზოლი რომელია? მეორე. რომელი გვინდა გახსოვს? მეოთხე. მეოთხეზე 50 დავინახეთ. რა თქმა უნდა. მიკროფონები გაბო. ხალხი გადასმული არ არის, ყოველთვის აირჩიეთ მეოთხე. მეოთხეზე ნახე 50 დავინახე,
ხაზი გადასმული არ არის, ყოველთვის აირჩიეთ მეოთხე. ჯაჭვებიანი საბურავი რომელიაო მეუბნება? მესამე. ჯაჭვებიანი საბურავი მესამე. ნახე, რომელი ავტომობილი ძღოლი დაარღვევს თუ შედიან ეზოს ტერიტორიაზეო მეუბნებიან? ყვითელი ავტომობილის მძღოლი. რა თქმა უნდა, დაარღვევს ყვითელი ავტომობილი. პირდაპირ იმოძრავე ნიშანზე, ყოველთვის დაიმახსოვრეთ, არღვევს ყვითელი ავტომობილის მძღოლი. მსუბუქი ავტომობილი დროს უფლება აქვს იმოძრაოს? ყველა მიმართულებით. ყველა მიმართულებით შეუძლია იმოძრაოს. სად შემიძლია იმოძრაო? მხოლოდ პირდაპირ. პირდაპირ იმოძრაოთ, კი ბატონო. სად შემიძლია გავაგრძელო მოძრაობა ამ ნიშანზე? მარცხნივ და უკო მიმართულებით. მარცხნივ და თუ წავალ მარცხნივ ყოველთვის შემიძლია მობრუნებაც. რომელი დაარღვევს თუ მწვანე შეიძლება ხოლო ყვითელი გაჩერებულია მეუბნება? ყვითელი ავტომობილის მძღოლი. რა თქმა უნდა, დამრღვევი არის ყვითელი ავტომობილის მძღოლი. მოცემულ სიტუაციაში ებრძალება თუ არა მძღოლს მობრუნების მანევრის შესრულება? არ ეკრძალება. არ ეკრძალება, კი ბატონო. მობრუნება მეკრძალება თუ არ მეკრძალება ამ ნიშანზე? ეკრძალება. მეკრძალება, კი ბატონო. რომელი არ დაარღვევს წესებს? მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. მსუბუქი არ დაარღვევს. სად შემიძლია გავაგრძელო მოძრაობა? როგორც A, ასევე B მიმართულებით. კი ბატონო. მობრუნების ადგილი რომელიაო მეუბნება? მეოთხე. მეოთხე. რომელი ვცდება კვეთაზე, სადაც დადგმული ნიშანი? ყველასი. ყველასი, ნახე, ყველასი. დაიმახსოვრეთ, ყოველთვის ყველგან არის სწორი. ყველასი, ყოველთვის არის სწორი. კარგი, მადლობა, გაიხარეთ. დავიწყოთ ახლა საინფორმაციო მაჩვენებლის ნიშნები. ნახეთ ახლა რას გვეუბნებიან. რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს წესებსო? რომელი დაარღვევს? ამ შემთხვევაში დაარღვევს შავი ავტომობილი. რატო დაარღვევს შავი? ნიშანი მეუბნება, რომ გზა გრძელდება მარჯვნივ. შავმა ავტომობილმა ნახე, გადაკვეთა ღერძულა ხაზი და შევიდა საპირისპირო გზაზე. რა თქმა უნდა, არღვევს შავი ავტომობილის მძღოლი. რომელი ავტომობილი დაარღვევს წესებსო? ნახე, რომელი დაარღვევს? რა თქმა უნდა, სატვირთო ავტომობილი დაარღვევს და რატო? ნახე, სატვირთო ავტომობილი რატო არღვევს? სატვირთო ავტომობილი მარტო უნდა მოძრაობდეს პირველ ზოლში. არც მეორეში, არც მესამეში სატვირთო ავტომობილი არ უნდა მოძრაობდეს. დაიმახსოვრეთ, სატვირთო ავტომობილმა მარტო უნდა იმოძრაოს პირველ ზოლში. არც მეორე ზოლში, არც მესამეში სატვირთომ არ უნდა იმოძრაოს. ნახე, სატვირთო ავტომობილი მესამე ზოლში მოძრაოს პრობლემა არ აქვს. არღვევს, რა თქმა უნდა. პირდაპირ იმოძრავე ნიშანზე გახსოვთ ვინ არღვევდა? პირდაპირ იმოძრავე ნიშანზე ყოველთვის დამრღვევი არის ყვითელი მსუბუქი ავტომობილი. ეს ნიშანი რა? ეს ნიშანი არის მეუბნება ნიშანი, რომ გზა მთელ სიგანეზე არის ცალმხრივიო. გზა მთელ სიგანეზე არის ცალმხრივი. აი ამ ნიშანზე ყოველთვის დაიმახსოვრეთ, თუ სადმე თვალი მოკავით რომ მოძრაობს სატვირთო, ყოველთვის დამრღვევი არის სატვირთო. ამ ნიშანზე ყოველთვის დამრღვევი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი. რა თქმა უნდა, დაარღვევს ვინ? სატვირთო ავტომობილი. მაგას გიორგი დიდ სოკოს არ ვეძახდით ხოლმე, დიდი სოკო პატარა. ო, დიდი სოკოს ვეძახდით, კი. კი ბატონო. ნახე, რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს წესებს? რომელი დაარღვევს? ამ შემთხვევაში არც ერთი არ დაარღვევს. რატო არ დაარღვევენ? ნახეთ, წინ ნიშანი მეუბნება შესვლა აკრძალულიაო და ნახეთ, დამატებითი ინფორმაციის დაფაა და დამატებითი ინფორმაციის დაფაზე მეუბნება რომ შესვლა ეკრძალება სატვირთო ავტომობილის მძღოლს. სატვირთო ავტომობილის ანუ შესვლას უგზავნოს. პირდაპირ არ წახვიდიო ეუბნება. სატვირთო ავტომობილმა აღარ წამოვალო, გაიბუტა და მიდის მარჯვნივ. ვინ იმოძრავებს? მსუბუქი ავტომობილი იმოძრავებს. მსუბუქ ავტომობილს ხო არ უგზავნავს? მარტო შესვლა ეკრძალება სატვირთო ავტომობილის მძღოლს. მსუბუქს არ ეკრძალება. რა თქმა უნდა, არც ერთი ავტომობილის მძღოლს ამ შემთხვევაში მოძრაობა არ ეკრძალება. სატვირთო ავტომობილი პირდაპირ აღარ მიდის და მიდის მარჯვნივ, ხოლო მსუბუქი ავტომობილი ჩვეულებრივად გააგრძელებს მოძრაობას. მსუბუქ ავტომობილის მოძრაობას არ უკრძალავს ამ შემთხვევაში.
რომელი ავტომობილია დაყენებული წესების დარღვევით? წესების დარღვევით რომელია? ნახე პარკირებაში ხედავთ, პარკირების ნიშანი მეუბნება, რომ სწორი განლაგება ნახევარი უნდა იყოს გზის გვერდზე, ნახევარი გზაზე. მოტოციკლი და მწვანე ავტომობილი წესების დაცვით არიან გაჩერებულები. თეთრი ავტომობილი ნახე დააჩერა წავიდა. რა თქმა უნდა დაარღვია წესებით თეთრმა ავტომობილის მძღოლმა. ბასლაინია, ბასლაინზე მოძრაობს ვინ? საქალაქთა შორისო ტრანსპორტი. ამათ რა ვუყავთ ბასლაინზე? რომელიც ეკძალებაო? რა თქმა უნდა ორივეს ეკძალება ბასლაინზე, მარტო მოძრაობს საქალაქთა შორისო ტრანსპორტი. ამათ არ უნდა იმოძრაო, რა თქმა უნდა. მსუბუქი ავტომობილის ძველს უფლება აქვს იმოძრაოს. დაფას შეხედეთ, დაფაზე მეუბნება რომ სამი მოძრაობის ზოლია, პირველი და მეორე ზოლი A და B არის ჩვენი სამოძრაო ზოლი, C არის ბასლაინ. მე ბასლაინზე ვიმოძრავებ. ბასლაინზე ვერ ვიმოძრავებ, გამორიცხული რომ C-ზე მე გამორიცხულია ვერ მოძრავებ. შემიძლია ვიმოძრავო სად? A-ზე და B-ზე. C ბასლაინია და მე ბასლაინზე არ მოძრავებ. მოძრავებ პირველი და მეორე A და B ზოლში. მსუბუქი ავტომობილის ძველს უფლება აქვს იმოძრაოს. ნახე, სად უნდა იმოძრაოსო მეუბნება მსუბუქმა ავტომობილმა. მსუბუქი ავტომობილის ძველს ნიშანი შეხედეთ, ნიშანი გვეუბნება რომ ორი მოძრაობის ზოლია. პირველი ზოლი არის ჩვენი სამოძრაო ზოლი, მეორე ზოლი არის ბასლაინი. ანუ მე მეორე ზოლში ბასლაინზე მე მარჯვნივ ვერ მივდივარ, ხო? ბასლაინია მეორე ზოლი და ვერ მივდივარ. ანუ მე მარჯვნივ ამ შემთხვევაში ვერ წავალ. მარჯვნივ ზოლი არის ბასლაინი. სად წავალ? ამიტომ წავალ ახლა მე პირდაპირ. წავალ მარცხნივ და თუ წავალ მარცხნივ ყოველთვის შემიძლია მობრუნება. ამ შემთხვევაში ვიმოძრავებ პირდაპირ, მარცხნივ და თუ წავალ მარცხნივ ყოველთვის დაიმახსოვრეთ შემიძლია მობრუნება. წავალ პირდაპირ, მარცხნივ და მობრუნდები. რომელიაო მეუბნება ავტომაგისტრალიო? ავტომაგისტრალი პირველი. გადაესვა ხაზი, რა მოვიდა? ხაზი გადაესვა, რა თქმა უნდა დასრულდა. ავტომაგისტრალი დასრულდა, ხაზი გადაესვა და ავტომაგისტრალის დასრულდა. ავტომაგისტრალის ნიშნით აღნიშნული გზა დასრულდა. მოცემული საგზაო ნიშანი, ნახე, რომელი მიუთებს გზას, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილებისა და მოტოციკლის მოძრაობისათვის. გზა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილებისა და მოტოციკლის მოძრაობის. ეს არის პირველი გზა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილებისა და მოტოციკლის მოძრაობისთვის. გადაესვა ხაზი, რა მორჩა? რა თქმა უნდა, ნახე, ამან არ დაგაბნიოთ საავტომობილო ზოლიო. ზოლი არა, საავტომობილო გზა დასრულდა. ხაზი გადაესვა და საავტომობილო გზა დასრულდა. მოცემული საგზაო ნიშანი რა არისო? ნახე, ეს ნიშანი აი ამ ნიშანზე ყოველთვის დამრღვევი არის სატვირთო ავტომობილი. ნიშანი რას მეუბნება? ნიშანი მეუბნება რომ გზა მთელ სიგანეზე ცალმხრივიაო. მეუბნება გზა მთელ სიგანეზე არის ცალმხრივი. გზას ან სავან ნაწილს, რომელზეც სასუსავეს მოძრაობა მთელ სიგანეზე ხორციელდება ერთი მიმართულებით. რა ნიშანიაო? გადაესვა ხაზი, რა მორჩა? ცალმხრივ მოძრაობიანი გზა ან სავალი ნაწილი დასრულდა. დასრულდა ცალმხრივ მოძრაობიანი გზა ან სავალი ნაწილი. მოცემული საგზაო ნიშანი რა არისო? ნახე, რა ნიშანი არის? ეს ნიშანი არის მიმთითებელი ნიშანი და მიუთები რომ გავდივართ ცალმხრივ მოძრაობიან გზაზე ან სავალ ნაწილზე. გავდივართ ცალმხრივ მოძრაობიან გზაზე ან სავალ ნაწილზე. ეს არის მიმთითებელი ნიშანი. ნახეთ, რევერსიული მოძრაობის მქონე გზა. მართალია ჩვენ ახლა საქართველოში რევერსიული გზა არ გვაქვს, მაგრამ აგერა პირველი ასეთი იცრებიანი ნიშანი არის რევერსიული გზა. რევერსიული გზა არის ორნაირი. ასეთი რევერსიული გზა, ფეხზე მდგომი ნიშანი და ასეთი მწოლიარე ნიშანი, ორივე არის რევერსიული გზა. ასეთი მწოლიარე ნიშანი და ასეთი ფეხზე მდგომი ნიშანი, ორივე არის რევერსიული გზა. რომელიაო რევერსიული? რევერსიული არის პირველი ნიშანი. რა ნიშანიაო? რა თქმა უნდა, ესაც არის რევერსიული გზა. ასეთი ფეხზე მდგომი და ასეთი მწოლიარე არის ორივე რევერსიული მოძრაობის მქონე გზა. მოცემული საგზაო ნიშანი რა არისო? ნახე, ერთი არის ბასლაინი, მეორე არის ჩვეულებრივი საავტომობილო გზა. ნახეთ,
ჩვეულებრივი გზა არის, ერთი ბასლაინია და მეორე არის ჩვეულებრივი საავტომობილო გზა. გადაესვა ხაზი, რაკნა, დასრულდა. ერთი ბასლაინია, მეორე არის ჩვეულებრივი საავტომობილო გზა. რა დასრულდა? დასრულდა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალო გზა. ნახე, ერთი არის სამარშრუტო გზა, მეორე არის ჩვეულებრივი სატრანსპორტო გზა. გადაესვა ხაზი, დასრულდა. რომელი მიუთებს გზაზე გასვლას? ნახე, გზაზე გასვლა ან გზაზე შესვლა. ყოველთვის დაიმახსოვრე, გზაზე გასვლა ან შესვლა არის მწოლიარე ნიშნები. გზაზე გასვლა ან გზაზე შესვლა. ყოველთვის არის აგერა მწოლიარე ნიშნები. გზაზე გადიხარ ან შედიხარ. გასვლა და შესვლა ყოველთვის არის მწოლიარე ნიშნები. გადიხარ და შედიხარ. ყოველთვის არის მწოლიარე საგზაო ნიშნები. შესვლა და გასვლა. მოძრაობის ზოლზე დადგმული მოცემული საგზაო ნიშნების მოქმედება ვრცელდება. ნახე, სად ვრცელდება ნიშნის მოქმედების ზონა. ჩვეულებრივი ორი სამოძრაო ზოლია, ეს ბასლაინი არ არის. წარმოვიგეთ, რომ ბასლაინი არ არის, ჩვეულებრივი საავტომობილო გზა არის. პირველი და მეორეც. ავიღე ახლა მე ეს ბასლაინის ნიშანი და აგერა დავდე პირველ ზოლში. პირველი ზოლი გახდა ბასლაინი. ეხლა აღარ მინდა მე რომ ამ ზოლში იდგას ბასლაინი და ავიღე ეს ნიშანი დავდე ახლა მეორე ზოლში. ახლა მეორე ზოლი გახდება ბასლაინი. ნახე, რომელ ზოლში დავდებ მე ნიშანს, ის ზოლი გახდება ბასლაინი. მოძრაობის ზოლზე დადგმული მოცემული საგზაო ნიშნების მოქმედება ვრცელდება. და რას მეუბნებიან? სავალი ნაწილის მთელ სიგანეზეო. გამორიცხულია კაცო, მთელ სიგანეზე არ გავრცელდება. რომელ ზოლში დავდებ მე ამ ნიშანს, ის ზოლი გახდება ბასლაინი. მხოლოდ მოძრაობის ზოლზე, რომელზეც ის დგას, რომელ ზოლში დავდგავ, ის ზოლი გახდება ბასლაინი. მოცემული საგზაო ნიშანი რა არის? რა ნიშანი არის? ნახე, სამი მოძრაობის ზოლია და სამივე მოძრაობის ზოლს აქვს თავისი მოძრაობის რეჟიმი. პირველი და მეორე პასუხი გამიერთიანა სიტყვა როგორც მოძრაობის ზოლების რაოდენობაზე, ასევე ზოლებზე მოძრაობისთვის დადგენილი რეჟიმებზე მეუბნება ეს ნიშანი. ნახე, ტვინი რო აღარ გავიჭრელტოთ, დიდი ყუთი არის, ხო? უყურებთ, დიდი ყუთი არის. დიდი ყუთი დავინახე, დიდი პასუხი ავიჩვევთ. დიდი ყუთი, დიდი პასუხი. დიდი ყუთი დავინახე, დიდი პასუხი ავიჩვევთ. მოცემული საგზაო ნიშანი რა არისო? ნახე, ეს არის ბუგაროკებს ვეძახით. ამას ქვია ხელოვნური უსწორმასწორობა. ბუგაროკი როა დაგებული გზაზე. ამას ქვია ხელოვნური უსწორმასწორობა. ხელოვნური უსწორმასწორობა. მოცემული საგზაო ნიშანი რა არისო? ნახეთ, რა ნიშანი არის? საცხოვრებელი ზონა არის. კორპუსი დაბლა ეზოში ბავშვები თამაშობენ, აქ გვერდზე ავტომობილი გაჩერებული, საცხოვრებელი ზონა. ნახე, დასახლებული პუნქტია, არ შეგეჩვენოთ, დასახლებული პუნქტია დიდი, განშენებული ტერიტორია, მაგრამ ეს არის საცხოვრებელი ზონა, ეზო არის. ხაზი გადაესვა, რა მოვიდა? დასრულდა. საცხოვრებელი ზონის დასასრული. ხაზი გადაესვა და დასრულდა. გურჯაანის ნაყინი ხო გიტამიათ? გახსოვთ ის ვიღაცა დიდი ულვაში კაცო გამონდახome ჭამეო გესიამონებაო კაცო მაგარიაო ტკბილიაო. აი, გურჯაანის ნაყინი ავიჩიოთ. მესამე. რომელი აღნიშნავს ტერიტორიას, რომლის ფარგლებში რეგლამენტირებულია დგომა. ნახე, დგომაო სად შეგვიძლიაო მეუბნება. მესამე და მეოთხე ნიშანი დგომასთან არაფერ შუაში არ არიან. დგომა, ნახე, პირველი ნიშანი რას მიგზალავს? დგომას ხო მიგზალავს, მაგრამ დილი 7-დან 9 საათამდე მაძლევს უფლებას, რომ გავჩერდე. ნიშანი დგომას მიგზალავს, მაგრამ უფლებას მთავს დილი 7-დან 9 საათამდე რომ დავდგე. და მეორე პარკირებაა და პარკირებაზე შეგვიძლია 24 საათი გავჩერდე. დგომას სად შეგვიძლია? პირველი და მეორე ნიშანზე. დგომა შემიძლია პირველი და მეორე ნიშანზე. მოცემულ სიტუაციაში, რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება მოbrunების ისრის მოძრაობა. ნახე, ისრის მოსვლებით მოძრაობა. ვის ეკრძალება?
ნიშნები შეხედეთ სატვირთო ავტომობილის მძღოლს ნიშანი ეუბნება რომ წადიო პირდაპირ, წადი მარჯვნივ და სატვირთო ავტომობილი მიდის მარჯვნივ. მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ნიშანი ეუბნება პირდაპირ იმოძრავეო და ნიშანს არ ემორჩილება, მიდის მარცხნივ. რომელიც ეკძალება? რა თქმა უნდა, ეკძალება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს. მოცემულ სიტუაციაში რომელი ავტომობილის მძღოლს არ ეკრძალება მობრუნების მანევრის შესრულება. ნახე, მობრუნების მანევრის ვის არ ეკრძალება? ნიშნებს შეხედეთ, მწვანე ავტომობილის ეუბნება პირდაპირ იმოძრავეო და არ ემორჩილება ნიშანს, წითელი ავტომობილის მძღოლს ეუბნება პირდაპირ იმოძრავე და მარცხნივ. ხო? მე მინდა პირდაპირ წავალ, მინდა მარცხნივ და დაიმახსოვრე, მარცხნივ თუ წავალ, ყოველთვის შემიძლია მოვბრუნდე. ვის არ ეკრძალებაო? რა თქმა უნდა, არ ეკრძალება წითელი ავტომობილის მძღოლს მობრუნების მანევრის შესრულება. ისრის მოძრავი, რომელი ავტომობილი დაარღვევსო, ნახე, რომელი არღვევს? რა თქმა უნდა, არღვევს შავი ავტომობილი. რატო? ტრამვაის ლიანაგზე მოძრაობს. მე ტრამვაის ლიანაგზე მოძრაობა კი არა, მიახლოებაც კი მეკრძალება. რა თქმა უნდა, დაარღვევს შავი ავტომობილი, მოძრაობს ტრამვაის ლიანაგზე. საცხოვრებელი ზონა, ნახე, რა არისო საცხოვრებელი ზონა? საცხოვრებელი ზონა ნებისმიერი დაიმახსოვრეთ, სიტყვა ნებისმიერი ყოველთვის არის შეცდომა. ნებისმიერი, სიტყვა ნებისმიერი, თროიწყება პასუხი, არასდროს არ აირჩიოთ. სიტყვა ნებისმიერი ყოველთვის არის შეცდომა და არასდროს არ აირჩიოთ. რა არის საცხოვრებელი ზონა? საცხოვრებელი ზონა არის დიდი განაშენებული ტერიტორია, სადაც შესული გამოსული აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით. მოცემული საგზაო ნიშნებიდან, რომელი მუთევს ციცაბო დაღმართზე ავარიული გაჩერების ადგილს. ნახე, რომელიაო? მეუბნება ციცაბო დაღმართიო და ავარიული გაჩერების ადგილიო. ციცაბო დაღმართი და ავარიული გაჩერების ადგილი. აგე მეორე ნიშანი. ციცაბო დაღმართია და ეს შახმატები არის ავარიული გაჩერების ადგილი. დაღმართი და ავარიული გაჩერების ადგილი არის მეორე. დაღმართი და ავარიული გაჩერების ადგილი. კარგით. გავიმეოროთ მაშინ. რომელი ავტომობილი დაარღვევსო, მეუბნებო წესებსო? შავი ავტომობილის მძღოლი. დაარღვევს წესებს, რა თქმა უნდა, შავი ავტომობილის მძღოლი. რომელი ავტომობილი დაარღვევსო, მეუბნება? მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი. სატვირთო ავტომობილი დაარღვევს, კი ბატონო. რომელიც ეკრძალება მოძრაობა ისრის მიმართულებით? არც ერთი ავტომობილის მძღოლს. არც ერთს არ ეკრძალება, კი ბატონო. რომელი არის გაჩერებული წესების დარღვევით? თეთრი ავტომობილი. კი ბატონო, თეთრი ავტომობილია წესების დარღვევით. ნახე, ბასლაინში მოძრაობენ და რომელს ეკრძალებაო მოძრაობა, მეუბნება? ორივე ავტომობილის მძღოლს. რა თქმა უნდა, ბასლაინში უნდა იმოძრაოს მარტო საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. სად შემიძლია იმოძრავო ამ შემთხვევაში? მხოლოდ A და B მიმართულებით. A-ზე და B-ზე, კი ბატონო. სად შემიძლია იმოძრავო? მხოლოდ პირდაპირ მარცხნივ და უკვე მიმართულებით. პირდაპირ მარცხნივ და მოbrundები, კი ბატონო. ავტომაგისტრალი რომელიაო? პირველი. პირველი. ხაზი გადაესვა, რა მოუვიდა? ავტომაგისტრალის ნიშნის აღნიშნული გზის დასასრულს ნიშნავს. რა თქმა უნდა, ავტომაგისტრალი დასრულდაო მეუბნებია. რომელი აღნიშნავს გზას, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილებისა და მოტოციკლის მოძრაობისათვის? პირველი. პირველი. გადაესვა ხაზი, რა დასრულდა? ავტომობილების მოძრაობისთვის განკუთვნილი ზოლის დასასრულს. საავტომობილო გზა დასრულდა. საავტომობილო გზა დასრულდა. მოცემული საგზაო ნიშანი რა არისო, მეუბნებიან? მესამე გზა სამწავალი ნაწილის, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა მთელი საკანალზე ხორციელდება ერთი მიმართულებით.
რა თქმა უნდა, მთელ სიგანეზეო, მეურნეობა არის ცალმხრივი გზაო. ანუ ცალმხრივი გზა, რომელიც მთელ სიგანეზე არის ცალმხრივი. გადაესვა ხაზი, დასრულდა. ცალმხრივი მოძრაობიანი გზის ან სავალი ნაწილის დასასრულს. რა თქმა უნდა, ცალმხრივი მოძრაობიანი გზა ან სავალი ნაწილი დასრულდა. რა ნიშანიაო ესენიო, მეურნეობა რა არისო? მიუთითებენ ცალმხრივ მოძრაობიან გზაზე ან სავალ ნაწილზე გასვლას. კი ბატონო. რევერსიული გზა. პირველი. პირველი. რა ნიშანიაო, მეურნეობიანი? რევერსიული მოძრაობიანი გზის მონაკვეთის დასაწყისი. რევერსიული გზა. რა ნიშანია? რევერსიული მოძრაობიანი გზის მონაკვეთის გავლას. კი ბატონო. მოცემული საგზაო ნიშანი რა არისო, მეურნეობია? რა ნიშანი არის? სამაშველო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი ზოლის მქონე გზის დასასრულს. კი ბატონო. გზაზე გასვლა ან გზაზე შესვლა. მეორე. მეორე. მოძრაობის ზოლზე დადგმული მოცემული საგზაო ნიშნების მოქმედება ვრცელდება. მხოლოდ მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას. ნახე, რომელ ზოლში დავდგავ მე ნიშანს, ის ზოლი გახდება ბასლაენი. ზოლზე არა. ნახე, ხო, მთელ სიგანეზე არა. მარტო იმ ზოლში გავრცელდება, რომელშიც დგას. მხოლოდ მოძრაობის ზოლზე, რომელზეც დგას. მთელ სიგანეზე დაიმახსოვრეთ, არ გავრცელდება. მარტო იმ ზოლში გავრცელდება, რომელშიც მე დავდგავ. დიდი ყუთია რა ავირჩიოთ? დიდი პასუხი. დიდი ყუთია და დიდი პასუხი ავირჩიოთ. კი ბატონო. რა ნიშანიაო, რას მეუბნებია? მეორე ხელოვნურ უსწორმასწორობას. ხელოვნური უსწორმასწორობა ქვია გზაზე რო არის დაგებული ბუგაროკებს რო ეძახით. ხელოვნური უსწორმასწორობა. მოცემული საგზაო ნიშანი რა არისო, რას გვეუბნებია? საცხოვრებელი ზონის დასასრულს. რა თქმა უნდა, საცხოვრებელი ზონა გადაესვა ხაზი და დასრულდა. რომელი გვინდა? გურჯაანი. გურჯაანის ნაყინი. დგომა სად შემიძლია? დგომა. პირველი, მეორე. პირველი და მეორე ნიშანზე შემიძლია დავდგე. რომელ ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მეოთხე მოძრაობა? მსუბუქი ავტომობილის მძღოლს. რა თქმა უნდა, მსუბუქ ავტომობილის ეკრძალება. რომელს არ ეკრძალება მობრუნების მანევრის შესრულება? მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლს. კი ბატონო. რომელი ავტომობილი დაარღვევს წესებს? შავი ავტომობილის მძღოლი. კი ბატონო. საცხოვრებელი ზონა რა არისო, მეუბნებიან? მეორე, განაშენებული ტერიტორია, სადაც მოქმედების სპეციალური საგზაო მოძრაობის წესები და სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით. რა თქმა უნდა. ციცაბო დაღმართი და ავარიული გაჩერების ადგილი. მეორე. მეორე. ციცაბო დაღმართი და აი შახმატები არის ავარიული გაჩერების ადგილი. კაიხარ. დავიწყოთ ახლა სერვისის ნიშნები. ნახე, პირველი ავტოგასამართი სადგურია, მეორე არის სამედიცინო პუნქტი, მესამე ავტოსამარიცხო და მეოთხე არის სასტუმრო. რომელიაო მეურნეობა პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტიო. აგერა მეორე არის პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი. ავტოგასამართი სადგური მეოთხე. რომელი იძლევა ინფორმაციას ავტომობილის ტექნიკური მომსახურების შესახებ? მესამე არის ავტომობილის ტექნიკური მომსახურების შესახებ მეუბნება ინფორმაციას. ავტომობილის რეცხვა მესამე. ტელეფონის პუნქტი, აგერა iPhone რო ხატია, მესამე. კვების პუნქტი მეორე. სასმელი წყალი მესამე. სასტუმრო მეოთხე. ნახე, რომელი იძლევა ინფორმაციას კემპინგის შესახებ? კემპინგი რა არის? კემპინგი არის პირველი. კარავი, სუფთა ჰაერი, სიწყარე, სიმშვიდე და ასე შემდეგ. კარავი, ქვია კემპინგი. ნახე, რა ნიშანი არის? ამ ნიშანს ქვია შერწყმის ადგილი, ანუ ავტომაგისტრალს, რომ უერთდება გზები. ამას ქვია შერწყმის ადგილი, ავტომაგისტრალს,
რომ გზები უერთდება. ამას ქვია შერწყმის ადგილი ავტომაგისტრალთან სხვა გზას, ანუ ამას ქვია შერწყმის ადგილი ავტომაგისტრალს, რომ უერთდება გზები და ქვია შერწყმის ადგილი. სპ არის საპატრულო პოლიცია. რომელი იძლევა ინფორმაციას საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებისგან. ნახეთ, საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვები. რომელია? ეს არის პირველი ტრანსპორტის კონტროლი. საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვები არის ტრანსპორტის კონტროლი. მოცემული საგზაო ნიშანი რა არისო? ნახეთ, ტრანსპორტის კონტროლი აწერია. საპატრულო პოლიცია არ იქნება, ხო? საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებიაო მეურნეო. რადიო. ნახე, დავინახე რომ წერია რადიო. რადიოზე დაიმახსოვრეთ, რადიოს რო წავიკითხავთ, გვინდა რადიოსადგური. რადიოზე გვინდა რადიოსადგური, ხო, ნახე, კავშირი. კავშირის რო წავიკითხავთ, გვინდა რადიოკავშირი. რადიოზე მინდა რადიოსადგური და კავშირზე მინდა რადიოკავშირი. რადიოზე რადიოსადგური მინდა და კავშირი. კავშირზე მინდა რადიოკავშირი. რა ინფორმაციას მაძლევს ახლა ერთ ნიშანი? ნახე, საგზაო მოძრაობის თავმოყრობის განაცემი რადიოსადგურის ზონის არსებობის შესახებ. დაიმახსოვრეთ, რადიოზე მინდა რადიოსადგური, ხოლო კავშირზე მინდა რადიოკავშირი. რადიო წავიკითხე, მინდა რადიოსადგური. რომელი იძლევა ინფორმაციას გადამცემი რადიოსადგურის შესახებ. ნახე, რადიოსადგური რომელია? რადიოსადგური არის მეორე, რადიო. მოცემული საგზაო ნიშანი მაძლევს ინფორმაციას. ნახე, კავშირი წერია. რა მესმეონება? კავშირი. რადიოკავშირიაო. რადიოზე მინდა დაიმახსოვრეთ რადიოსადგური, ხოლო კავშირზე მინდა რადიოკავშირი. რა ინფორმაციას მაძლევს? საავარიო სამსახურთან რადიოკავშირის ზონის არსებობის შესახებ. რომელი იძლევა ინფორმაციას რადიოკავშირის შესახებ. ნახე, რადიოკავშირთან რომელი მინდა? რადიოკავშირი არის, აგერა მესამე კავშირი. რადიოზე მინდა დაიმახსოვრეთ რადიოსადგური, ხოლო კავშირზე მინდა რადიოკავშირი. მოცემულ სიტუაციაში მძღოლს უფლება აქვს გაჩერდეს, ნახე, ხანგრძლივად. საჩვენებით, მე მინდა გავჩვენდე ხანგრძლივი დასვენების მიზნით. საჩვენები. ნიშანი რას მეუბნება? გაჩერდიო 800 მეტრშიო სპეციალურად გამოყოფილ ადგილასო, ხო? ვერც A-ზე და ვერც B-ზე ვერ გავჩერდები. გავჩერდები 800 მეტრში. თუ ვერ გავჩერდები, მაშინ აქ გზის ფარგლებს მიღმახით. ბუშკებისკენ. გავჩერდები სად? 800 მეტრში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, ან გზის ფარგლებს მიღმა. სატვირთო და ყვითელი ავტომობილები აგრძელებენ მოძრაობას ისმევ ხო, თეთრი ავტომობილი გაჩერებულია ხანგრძლივად. რომელი ავტომობილის მძღოლი არ ღვევს თუ მოცემული გზის შუა ზოლი გამოიყენება ორივე მიმართულებისათვის. ნახეთ, აი ეს შუა ზოლი გამოიყენება როგორც პირველი ზოლი, ასევე მესამე ზოლი იყენებს გასწრების ზოლად. მეუბნება ეხლა რომელმა დაარღვიაო? ყვითელმა ავტომობილმა დაარღვია, თქმა უნდა, მოძრაობს გასწრების ზოლში. უნდა იმოძრაოს პირველ ზოლში. ყვითელმა ავტომობილმა, რა თქმა უნდა, დაარღვია. და ასევე დაარღვია თეთრმა ავტომობილმა, გაჩერებული არის ხანგრძლივად. ნიშანი რას მეუბნება? გაჩერდიო შენ 800 მეტრშიო სპეციალურად გამოყოფილ ადგილასო, ხო? და გაჩერდა ნიშანთან 8 მეტრში. ვინ საწუხოზე არის მეოთხე. კარგით, გავიმეოროთ მაშინ. რომელიაო მეუნევიან პირველადი სამედიცინო პუნქტი? მეორე. მეორე. ავტოგასამართის სადგური? მეოთხე. მეოთხე. ავტომობილის ტექნიკური მომსახურებაო მეუნება? მესამე. მესამე. ავტომობილის რეცხვა? მეორე. მესამე. მესამე რეცხვა. ტელეფონი? მესამე. მესამე. კვების პუნქტი?
მეორე, მეორე. სასტუმრო. ის ბოდიში სასმელი წყალი. მესამე, მესამე. სასტუმრო. მეოთხე, მეოთხე. კემპინგის სახით კემპინგი რომელია? მეორე, მეორე კემპინგი არის პირველი. პირველი. კემპინგი. კარავ არის კემპინგი პირველი. მოცემული საგზაო ნიშანი რა არისო, რას მეუნევია? ავტომაგისტრალთან სხვა გზიდან აღმოსასვლელის შერწყმის ადგილს. რა თქმა უნდა, ამას ქვია შერწყმის ადგილი. შერწყმის ადგილი ქვია მას. რა ნიშანია, რას მეუნევია? საპატრულო პოლიციის საგუშაგოს არსებობის შესახებ. კი ბატონო. რომელი ძლევა ინფორმაციას ნახე საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებიაო, მეუნევა. პირველი, პირველი. რა ნიშანიაო, მეუნევა? საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების საკონტროლო პუნქტის არსებობის შესახებ. კი ბატონო. რადიო, რა ინფორმაციას მას ეს ნიშანი? მეორე, საგზაო მოძრაობის თაობაზე ინფორმაციის გადამცემი რადიოსადგურის მიღების ზონის არსებობის შესახებ. რა თქმა უნდა, რადიოსადგური, რადიოზე მინდა რადიოსადგური, რომელიც ძლევა ინფორმაციას რადიოსადგურის შესახებ. მეორე, რადიოსადგური, რადიო. კავშირი, რა ინფორმაციას მას ეს ნიშანი? საავარიო სამსახურთან რადიოკავშირის ზონის არსებობის შესახებ. რომელიც ძლევა ინფორმაციას ნახე რადიოკავშირის შესახებ. მესამე, მესამე. მინდა გავჩვენდე ხანგრძლივად. სად უნდა გავჩვენდე? მესამე 800 მეტრში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას ან გზის ფარგლებს მიღმა. კი ბატონო. სათვითო ყვითელი ავტომობილები აგზე მოძავს ის მოთხოვა თეთრი ავტომობილი გაჩერებულია ხანგრძლივად. რომელი ავტომობილის ზღოლი დარგოს თუ მოცემული გზის შუა ზოლი გამოიყენება ორივე მიმართულებისათვის. მეორე, მხოლოდ ყვითელი და თეთრი მსუბუქი ავტომობილის მძღოლები. კი ბატონო. პლიაჟი, მეოთხე, კარგი, გაიხარე. ეხლა დავიწყოთ დამატებითი ინფორმაციის ნიშნები. ესენი ნახე როგორც გუშინ გავიარეთ ის 10 ბილეთი რაღაცა მინიშნებით. ესენი საკმაოდ რთული საკითხებია, ამიტომ ყველასთვის გასაგები რო იყოს, ამ ყველაფერს გავლით აქაც მინიშნებით, რომ ყველა გავიგოთ კარგად. საკმაოდ რთული საკითხებია ეს დამატებითი ინფორმაციის ნიშნები, მიმთებელი ნიშნები და ამიტომ ამ ყველაფერს გავლით მინიშნებით, რომ ყველასთვის იყოს გასაგები. და არ დავიძაბოთ და არ აგვერიოს მე. ნახე. არაფერს არ ვკითხულობთ. პირველი ისრებისა და ყველაფრის გარეშე. ნახე პირველი, ამას ქვია სუფთა 300. ისრებისა და ყველაფრის გარეშე ავირჩიოთ პირველი, სუფთა 300. ისრები და რაღაცები არ აქვს, ამიტომ ავირჩიოთ პირველი სუფთა 300. ანუ რას ნიშნავს? ნახე 300 მეტრს გაივლიო მეუნევა ეს ნიშნა და მე დაგხვდებაო რაღაც შენობა, ნაგებობა, საცხოვრებელი. ანუ 300 მეტრის შემდეგ მიკროფონები გამორჩა. სუფთა 300 ნიშნავს 300 მეტრის შემდეგ ხდება რაღაც. ანუ ყოველთვის დაიმახსოვრეთ, სუფთა 300 არის 300 მეტრის შემდეგ არის რაღაცა. პირველ სუფთა 300 ავირჩიოთ ისრებისა და ამ ყველაფრის გარეშე. 300 მეტრიო მეუნევა. მოცემული საგზაო ნიშანი რა არისო? ნახე, რა ნიშანი არის ახლა ეს ნიშანი? ნახეთ, ეს არის ოჯახი არის, ცოლი ქმარი. ხო და ერთმანეთს გაშორდნენ, გასცეს ერთმანეთსა, ერთმანეთი ლანძღეს, ხო და დაშორდნენ. ხო ხდება ხოლმე საშინელი მომენტია, მაგრამ ხა ოჯახი რო შორდება, ეხლა ერთმანეთს კი ხდება ხოლმე, მაგრამ ცუდი მომენტია კი. ნახე, ერთი წავიდა თავის გზაზე, მეორე წავიდა თავის გზაზე. ანუ ერთმანეთს მოშორდნენ, ხედავთ? ერთი მიდის თავის გზაზე, მეორე წავიდა თავის გზაზე. მათი გზები გაიყო. ერთმანეთს მოშორდნენ. ნახე, მესამე პასუხი ჩხერში შეგვიწერია მოშორებით. ერთმანეთსო ესენიო მოშორდნენო.
აგერა, მოშორებით. ავირჩიოთ მესამე პასუხი მოშორებით. ერთმანეთს მოშორდნენ ესენიო, გეუბნება. დიდი ყუთია რა ავირჩიოთ? დიდი ყუთია და ავირჩიოთ დიდი პასუხი. დიდი ყუთია, დიდი პასუხი ავირჩიოთ. დიდი ყუთი, დიდი პასუხი. ნახეთ, პირველი, მეორე და მესამე სამივე არის რაკეტები. ჩვეულებრივი რაკეტები არის. ხო და ეხა მინდა რომ რაკეტა ვიყიდო. წავედი მაღაზიაში, ხო და მომეწონა პირველი და მესამე რაკეტა. რო ვკითხე იქ ფასი მეთქი რა არის? მითხე ესო ახალი მოსულიაო და ჯერ ფასი არ ადევსო. ფასი არ ვიცდო. ხო და აგე მეორე რაკეტაზე მითხესო 10 მანეთი ღირსო. შვენიერი რაკეტაო, დამიჯერეო, იყიდეო. სადაც მოხდებაო, ბეჭვი აღარ ამოდისო. ხო და აგე მეც რა ვქნა? ავდგები და ვიყიდი 10 მანეთიან რაკეტას. აგერა ვიყიოთ მეორე 10 მანეთიანი რაკეტა. 10 მანეთია შვენიერი ფასია, იაფია, ვიყიოთ მეორე. ხო გაიგიათ რომ იტყვია ხოლმე პირი აქო მიწისკენო. საითა აქ ახლა პირი ამას? ჩავია დაბლა, ხო? დაბლა რო ჩადის რა ხდება? დასრულდება რა თქმა უნდა. დაბლა ჩავიდა მიწაში და დასრულდა. ნახე? ჩავია დაბლა. მოქმედების ზონის დასასრული. დაბლა ჩავიდა და ნიშანმა მოქმედების ზონას დაასრულა. ჩავიდა მიწაში, მოქმედების ზონა დაასრულა. 100, 30, 325. ნახე, ასაკი არის ეხლა ეს. 100 წელი, 30 წელი, 300 და 25 წელი. ადამიანის ასაკი არის, ხო? ხო და აუ, რომელი ასაკი ავირჩიოთ? რა თქმა უნდა, ახალგაზრდები. 30 და 25 წელი. ეხლა 100 და 300 წელი კი შვენიერი ასაკია, მაგრამ მაინც ახალგაზრდობა სულ სხვა რაღაცაა, ხო? ამიტომ ავირჩიოთ ახალგაზრდა ასაკი. აგე მეორე და მეოთხე 30 და 25 წელი. მეორე და მეოთხე ავირჩიოთ 30 და 25 წელი. ახალგაზრდები. პირველი, მეორე და მესამე. ნახე, სამივე აქაც რაკეტები არის. ხო და მინდა რომ ვიყიდო ერთ რაკეტა დავაგდო და მეორე მომეწონა, ნახე. მომეწონა მეორე რაკეტა. ხო და რო ვიკითხე ეს მეთქი რა ხდება მეთქი, მითხე ესო არ ხო იცი შინაურები რომ გამოგიხდებიან ხოლმე შეშე რომ შინაური არ იყო ამას არ გეტყოდიო ხო გიფრთხილებიან თან. ხო და მომეწონა მეორე რაკეტა და რო უთხარი ეს მინდა მეთქი, ესო არ გინდაო დამიჯერეო მითხრა, რატო მეთქი და ეს არის ჩინური რაკეტაო. ხან წინისვრის, ხან უკანისვრისო. ხო და ეს თუ ვიყიდე ახლა მეაფექრი მინდა არ მინდა. ამიტომ მეორე რაკეტა ხან ჩინურია, ხან წინისვრის და ხან უკანისვრის, მეორე რაკეტა არ ჭირდება და ვიყიდი პირველს და მესამეს. მეორე ხან ჩინურია არ ჭირდება, ამიტომ ვიყიოთ პირველი და მესამე რაკეტა. პირველი და მესამე რაკეტა. უკაცრავად და ამ ყველაფერს რეალური მიზეზით ახსნა არა აქვს? მართლა რო დაგვიხვდა. რეალური მიზეზი რო გიხსნა, სულ დაირიო და მაგიტო გეუბნები პრობლემა არის ასე გაგიმარტივე და გამარტივებული მეთოდით გიხსნი მაგიტო. პირველი და მესამე ავირჩიოთ. ნახე, მეოთხე ნიშანზე გახსოვთ 50, მეოთხე ნიშანზე 50 დავინახე, ხაზი გადახაზული თუ არა აქვს, ყოველთვის ავირჩიოთ მეოთხე. მეოთხეზე 50-ს დაიდახავთ, ყოველთვის აირჩიეთ მეოთხე. ყოველთვის თუ გადახაზული არ ექნება, ყოველთვის ყველგან არის სწორი. გადახაზული არ არის, მეოთხეზე 50-ია, ავირჩიოთ მეოთხე. მოცემული საგზაო ნიშნებიდან, რომელიც მოხდება სამუშაო დღეებში, ნახე სამუშაო დღეებში რომელიც ვრცელდებაო. სამუშაო დღეები არის მეორე და მესამე, ჩაქუჩები. პირველი და მეოთხე ფიფქები არის დღესასწაულები, ხოლო ჩაქუჩები არის სამუშაო დღეები. ფიფქები დღესასწაულებია, ხოლო ჩაქუჩები არის სამუშაო დღეები. სამუშაო დღეები არის მეორე და მესამე, ეს ჩაქუჩები რო ხატია. მეორე და მესამე არის ჩაქუჩები. მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაციიდან, რომელიც კვირის დღეებზე, როცა მოქმედებს ნიშანი, ნახე კვირის დღეებზეო, როცა ნიშანი მოქმედებსო. ორშაბათიდან პარასკევამდე, ხო არის მთელი კვირა და აგერა მეორე და მესამე არის სამუშაო დღეები, ხო? და რა თქმა უნდა, სამუშაო დღეებში ჩვეულებრივად შეიძლება იყოს დღესწაულიც, და პრობლემაა.
ანუ ავირჩიოთ მთელი კვირა, ორშაბათიდან პარასკევამდე არის სამუშაო დღეებიც და არის დღესასწაულებიც. ავირჩიოთ ყველა, მთელი კვირა, ორშაბათიდან პარასკევამდე არის სამუშაო დღეებიც და არის დღესასწაულებიც. ყველა. ნახე, შეზღუდულ პირზეო, რომელი არ ვრცელდებაო. მეორე, წითელი გადახაზული ხაზი, რა თქმა უნდა, არ ვრცელდება შეზღუდულ პირზე. მეორე, წითელი შეზღუდულის ნიშანი. მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაციამ ძღოს ნახე გასწრება აკრძალულია. როდისაა გასწრება აკრძალული? გასწრება აკრძალულია, როდის ბნელი დროაო ან ღრუბლიანი ამინდიაო. გასწრება აკრძალულია, როცა გზის სავალი ნაწილი საფარი არის სველი. გასწრება აკრძალულია, როცა გზა არის სველი. დიდი ყუთია რა ავირჩიოთ? დიდი ყუთია და ავირჩიოთ დიდი პასუხი. დიდი ყუთია და ავირჩიოთ დიდი პასუხი. დიდი ყუთი, დიდი პასუხი. დიდი ყუთია და დიდი პასუხი ავირჩიოთ. ნახე, მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაცია ძღოს მუდროსად რას მიუთეს? სუფთა 300 გახსოვთ, სუფთა 300 არის 300 მეტრის შემდეგ. 300 მეტრს გაივლი და 300 მეტრის მერე დაგვხდება ვალდებულება რომ გზა დათმო. სუფთა 300 არის 300 მეტრის შემდეგ. ნიშნიდან 300 მეტრის შემდეგ მდებარეობს გზის ვიწრო მოკვე სამძღოლო ვალდებულია გზა დაუსმოს შემხვე ტრანსპორტი. ნახე, თავში და ბოლოში რომ ამას 300 ისრები ქონდეს, მაშინ ადგილიდან 300 მეტრი იქნებოდა, მაგრამ რახან სუფთა 300-ია, ანუ 300 მეტრს გაივლი და 300 მეტრის შემდეგ გაქვს გზის დათმობის ვალდებულება. 300 მეტრის შემდეგ. ნახეთ, დაუსახლებელი პუნქტია, ხო? არაფერს არ ვკითხულობთ. ნიშანი დაიმახსოვრეთ, დასახლებულ პუნქტში დაიდგმება 50-100 მეტრაში, ხოლო უყურებთ რომ არის დაუსახლებელი პუნქტი, ხო? დაუსახლებელ პუნქტში ყველა ნიშანი დაიდგმება 150-300 მეტრის შემდეგ. დაუსახლებელი პუნქტია, ნიშანს დავდგავთ აგერა 150-300 მეტრის მანძილზე. მოცემულ სიტუაციაში ეკრძალება თუ არა ავტომობილის შესვლა? რა თქმა უნდა, ეკრძალება. ყველამ პირდაპირ მოძრაოსო ნიშანი მეუბნება, ნახე, გარდა შეზღუდულმა. ამას ნიშანი არაფერი არ აქვს შეზღუდულია, ამიტომ რა თქმა უნდა, შესვლა ეკრძალება. მოცემულ სიტუაციაში შესვლა ეკრძალება თუ არ ეკრძალება? რა თქმა უნდა, არ ეკრძალება. ნახე, ყველამ პირდაპირ მოძრაოსო ნიშანი მეუბნება, გარდა შეზღუდულმაო. ამას ნიშანი აქვს, რა თქმა უნდა, შესვლა არ ეკრძალება. ისრებიანი 300. ნახეთ, ჯერ გეტყვით სუფთა 300 არის 300 მეტრის შემდეგ, ხო? ხოლო ისრები როცა არის თავში და ბოლოში, ნახე, ისრები აქვს თავში და ბოლოში. არის მე ნიშანი დავდე ნიშნის დადგმის ადგილიდან 300 მეტრი მოძრაობა აკრძალულია 50-ით. 300, ნახე, თავში და ბოლოში ისრები აქვს ნიშნის დადგმის ადგილიდან 300 მეტრი არის აკრძალული მოძრაობა 50-ით. 300 მეტრის მანძილზე მოძრაობა აკრძალულია 50-ით. ისრებიანი 300 არის ადგილიდან 300 მეტრი მოძრაობა აკრძალულია 50-ით. ხოლო ნახე, სუფთა 300-ია, სუფთა 300 არის 300 მეტრის შემდეგ მოძრაობა ნებართულია არა უმეტესი 50-ით. ნახე, ისრებიანი 300, თავში და ბოლოში ისრები არის და ნიშნიდან 300 მეტრის მანძილზე მოძრაობა აკრძალულია ნიშნიდან 300 მეტრის მანძილზე, ხოლო სუფთა 300 არის 300 მეტრის შემდეგ. კარგით, გავიმეოროთ მაშინ ახლა. რომელი ავირჩიოთ, რომელი გვინდა? პირველი. პირველი, სუფთა 300, 300 მეტრის შემდეგ ხდება. რა მინდაო, რომელი ავირჩიოთ? მესამე. მანძილის გზის მიღმა მოშორებით მდებარე ობიექტამდე. მოშორებით. ერთმანეთს მოშორნელო და აგერა ფრჩხილებში გვაქვს მოშორებით. ავირჩიოთ მოშორებით. დიდი ყუთია რა ავირჩიოთ? დიდი პასუხი. დიდი ყუთია და დიდი პასუხი ავირჩიოთ.
რომელი რაკეტა ვიყიოთ? მხოლოდ პირველი. 10 მანეთი. ნახე. მეორე. მეორე 10 მანეთიანი რაკეტა ვიყიოთ. 10 მანეთიანი. ჩავიდა მიწაში, რა მოუვიდა? გაჩერების ამგზავრებლის ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულს. რა თქმა უნდა, დაბლა ჩავიდა მიწაში და მოქმედების ზონაც დაასრულა. მოქმედების ზონის დასასრულს. ასაკი, რომელი ასაკი მინდა? 30 და 25. მეორე და მეოთხე. კი ბატონო. რომელი ვიყიოთ? მეორე. მეორე არ მინდა ჩინურია. პირველი და მესამე. მეორე და მესამე. პირველი და მეორე პასუხი. პირველი და მესამე. რომელი გვინდა? მხოლოდ მეოთხე. მეოთხე 50-ია, ხაზი გადასმული არ აქვს, ავირჩიოთ მეოთხე. სამუშაო დღეები. მეორე და მესამე. ჩაქუჩები მეორე და მესამე. კვირის დღეები, როცა ნიშანი მოქმედებსო მეუნეო. მეოთხე. ყველა. ყველა, რა თქმა უნდა, ყველა. რომელი ავირჩიოთ, რომელი გვინდა? მეორე. ისა, მიკროფონები 5-6 კაცი არ გვჭირდება რა, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშოვოთ, ყაყადია. მეორე, რა თქმა უნდა. გასწრება არ გზაურულია როდის? როცა გზის სავალი ნაწილის საფარი სველია. როცა გზა არის სველი. დიდი ყუთია? დიდი პასუხი. კარგი. სუფთა 300-ია, რა მინდაო, რას მეუნევა? ნიშნიდან 300 მეტრის შემდეგ მდებარეობს გზის ვიწრო მონაკვეთი, სადაც მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს შემხვეთ სატრანსპორტო საშუალებას. კი ბატონო, სუფთა 300 არის 300 მეტრის შემდეგ. დაუსახლებელი პუნქტია, ნიშანს დავდგავთ? 150 300 მეტრის შემდეგ იწყება 400 მეტრის სიგრძის 150 300 მეტრ მანძილზე. კაი, დაუსახლებელი პუნქტია, ნიშანი დაიდგმევა 150 300 მეტრის მანძილზე. ეკრძალება თუ არა მძღოლს შესვლა? ეკრძალება. რა თქმა უნდა, ყველა პირდაპირ მოძრაობს გარდა შეზღუდულმა მეუნეო. შესვლა ეკრძალება თუ არ ეკრძალება? არ ეკრძალება. არ ეკრძალება, კი ბატონო. არ ეკრძალება. ისრებიანი 300-ია, რას მეუნევა, რა მინდაო? 300 მეტრის შემდეგ. არა, 300 მეტრის მანძილზე. ნახე, ისრები აქვს თავშესაფრებში. ნიშანი დავდე, ნიშნის დადგმის ადგილიდან 300 მეტრის მანძილზე მოძრაობა არის აკრძალული 50-ით. 300 მეტრის მანძილზე. სუფთა 300-ია, რა მინდაო? 300 მეტრის შემდეგ მოძრაობა ნებადართულია არა უმეტეს 50 კილომეტრს. კი ბატონო, 300 მეტრის შემდეგ. ანუ ისრებიანი 300 როცა არის 300 მეტრის მანძილზე, ხოლო სუფთა 300-ია 300 მეტრის მერე ხდება რაღაცა. კარგით. ნახეთ, შუქნიშნის სიგნალები დავიწყოთ. საკმაოდ მარტივი თემაა. ვის როდის უნდა დაუთმოთ გზა? მაგას გვეუბნებიან ახლა. სად ვის როდის უნდა დაუთმოთ გზა? ნახეთ, ახლა მე ეკრანს გავადიდებ და შეხედეთ კარგად რომ ნახეთ, რომელი ავტომობილის მძღოლს ენიჭება უპირატესობაო მეუნევიან. აქ სუდა თქვენი ყუად გამინდა სასწაულად. რომელს ენიჭებაო მეუნება უპირატესობაო. ეხა ნიშანს რო შეხედოთ, ხო? ეს დაფაზე მეუბნებიან, აი ეს შავი სქელი ხაზი არის მთავარი გზა. შავი სქელი ხაზი არის მთავარი გზა. ამ შემთხვევაში მთავარ გზაზე მოძრაობს ლურჯი ავტომობილის მძღოლი, ხო? მთავარ გზაზე მოძრაობს, მეუბნება ლურჯი ავტომობილის მძღოლი. მაგრამ ნახე რა ხდება? ამ შემთხვევაში შუქნიშანი ყვითელი მწვანეანთია თეთრ ავტომობილთან, ასევე მწვანეანთია ლურჯ ავტომობილთან. ამ შემთხვევაში რახან ორივეგან ანთია მწვანე სვეტაფორმა მე ეს ნიშნები ყველა გამიუქმა და ეხა რა ვქნა ნიშნები აღარ მაქვს ორივეგან მწვანეანთია ორივე ერთხოვერი მოძრაობთ ვინ უნდა იმოძრაოს ამ შემთხვევაში რა როგორ მოძრაო ამ შემთხვევაში ყურადღება და მივანიჭოთ ჩემ მარჯვენა მხარეს ნახე ჩემი მარჯვენა მხარე ამ შემთხვევაში არის ყოველთვის უპირატესი ლურჯი ავტომობილი წამოვიდა,
მობრუნების მანევრს რო აკეთებს, ნახეთ, ლურჯი ავტომობილი წამოვიდა, მობრუნების მანევრს რო აკეთებს, ლურჯი ავტომობილის მარჯვენა მხარე არის თეთრი ავტომობილი, ხო? რახან ლურჯი ავტომობილის მარჯვენა მხარე თეთრი ავტომობილია, ჩემი მარჯვენა მხარე ჩემზე უპირატესია, ამიტომ უპირატესობა ამ შემთხვევაში შეიჭება თეთრი ავტომობილის მძღოლს. სვეტაფორები რო არ მქონიყო მე, ხო? სვეტაფორები რო არ მქონიყო, მაშინ უპირატესი იქნებოდა ლურჯი ავტომობილი, მაგრამ სვეტაფორი ნახე ორივე გამწვანეანთია. ორივე ოთხი მოძრავებს გამორიცხულია, ხო? ამიტომ სვეტაფორებმა მე ნიშნები გამიუქმა, ნიშნები ახლა აღარ არსებობს და ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩემ მარჯვენა მხარეს. ლურჯი ავტომობილი წამოვიდა, მობრუნების მანევრი რო გააკეთა, ნახე, ლურჯი ავტომობილის მარჯვენა მხარე არის თეთრი. ამიტომ ამ შემთხვევაში უპირატესობა ერიჭება თეთრი ავტომობილის მძღოლს. ლურჯის მარჯვენა მხარე არის თეთრი. ამიტომ უპირატესი არის თეთრი ავტომობილის მძღოლი. აქ თუ არა უფლება წითელი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა, ისნის თუ ჩაითო შუქშა მწვანე და მძღოლმა ვერ გააჩერა და გაჩა ხასთან. ნახე, გაჩერებული არის ქვეითა ბილიკზე. მწვანე რო გამოითო, მეუნევიან ჩაითო ყვითელიო და ვერ გააჩერაო წითელ ავტომობილს, ნახე, გაჩერდაო. გაჩერებულია სად? ქვეითა ბილიკზე. და ასე გაჩერებაო შეუძლიაო, უფლება აქვს თუ არა, მეუნევიან რომ მანევრი დაასრულოსო. რა თქმა უნდა. ასე ქვეითა ბილიკზე გამორიცხულია გაჩერება არ შეიძლება. ქვეითა ბილიკზე რამდენჯერაც დაინახავთ რომ გაჩერებული არის ავტომობილი, ყოველთვის აუკრძალეთ, ყოველთვის დაასრულეთ მანევრი. ქვეითა ბილიკზე გამორიცხულია გაჩერება არ შეიძლება. და რა თქმა უნდა, წითელი ავტომობილის მძღოლს აქვს უფლება რომ მანევრი დაასრულოს. ასე ქვეითა ბილიკზე გაჩერება გამორიცხულია არ შეიძლება. აქვს უფლება. რომელი საგზაო მოძრაობის მოწმე წარმოქმნება გზის დათმობის ვალდებულება წითელი ავტომობილი, ნახე, თუ ოპერატიულს ჩართული აქვს ციმციმა და ხმოვანი. წითელმა ავტომობილმა მეუნება გზა ვის უნდა დაუთმოსო? თუ ჩართული აქვს ოპერატიულს ციმციმა და ხმოვანი. რა თქმა უნდა, არარეგულირებული გზა ჯვარედინია. არაფერი ნიშანი არ მაქვს, ოპერატიულს ჩართული აქვს ციმციმა და ხმოვანი სიგნალები. რა თქმა უნდა, დაუთმოთ გზა ოპერატიულს აუცილებლად. და ასევე ნახეთ, ქვეითები ყოველთვის დაიმახსოვრეთ, ჩვენზე უპირატესები არიან. არ არის მაინც და მაინც ვალდებული შუა ქვეითებზე ფეხი რო ხოენ ჩამოდგმული ქვეითს, მაინც ჩვენზე უპირატესები არიან და რა თქმა უნდა ჩვენ ყოველთვის ქვეითებს დაუთმოთ გზა. რა თქმა უნდა წითელმა ავტომობილმა გზა ვის უნდა დაუთმოსო? ქვეითებსაც და რა თქმა უნდა ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლსაც. ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაუთმოს გზა ავტობუსს, რომელიც ამთავრებს გზაჯვარედინზე გადასვლას. რა თქმა უნდა, ვალდებულია მსუბუქი ავტომობილი დაუთმოს გზა. რატო არის ვალდებული? მართალია მწვანეანთია, მაგრამ ნახეთ, ავტობუსს დაწყებული აქვს მანევრი და გადმოსული არის შუა გზაჯვარედინზე. ასე გაჩერდება? გამორიცხულია შუა გზაჯვარედინზე, ავტობუსი ვერ გაჩერდება. ამიტომ უნდა დაასრულოს მანევრი. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, რა თქმა უნდა, ვალდებულია დაუთმოს გზა ავტობუსის მძღოლს. ნახეთ, რა უნდა გითხრათ, ყოველთვის დაიმახსოვრეთ, რამდენჯერაც წაიკითხოთ. აი ეს სამი სიტყვა ვალდებულია თუ არა. ნახე, ვალდებულია თუ არა წავიკითხე, აღარაფერს აღარ ვკითხულობ, ყოველთვის ვირჩევ ვალდებულიას ყველგან. გარდა ერთი შემთხვევისა, როდესაც ოპერატიული მოგდებს ციმცმე ჩამხრეთ და გეუბნება შენ ვალდებულია დათმოგზა. თუ ოპერატიულს ჩართული არა აქვს ციმციმა და ხმოვანი სიგნალები, ჩვენ არა ვართ ვალდებულები დაუთმოთ გზა. დანარჩენი ყოველთვის დაიმახსოვრეთ, აი ეს სამი სიტყვა ვალდებულია თუ არა წაიკითხავთ, აღარაფერი აღარ წაიკითხოთ, ყოველთვის აირჩიეთ ვალდებულია. ვალდებულია თუ არა? ვალდებულია. რომელი ავტომობილის მძღოლს ეგზალება მოძრავ თუ წინ ჩახერგილია სავარად. ნახე, რომ ვის ეგზალება მოძრავ თუ წინო ჩახერგილიაო, მეუბნება სავარი ნაწილიო. გზა არის ჩახერგილი. ყვითელი ავტომობილის მძღოლი ჩვეულებრივად მოძრაობას გააგრძელებს, ხელს არავის არ უშლის. ხოლო რუხი ავტომობილის მძღოლი რო წავიდეს, ნახე, წინ ჩახერგილია გზა და ამით განიმოძრაობას ხელს შეუშლის. რა თქმა უნდა, მოძრაობა ეგზალება რუხი ავტომობილის მძღოლს.
როგორ გაივლია გზაჯვარედი თუ შუქის ნახე შუქნიშნები გამორთულიაო მეუბნება და როგორ გაივლიან გზაჯვარედისო შუქნიშნები გამორთულია გზაჯვარედის როგორ გაივლია ნახე გზაჯვარედინზე დაიმახსოვრეთ სადაც არ შუქნიშნებია არ ნიშნებია და არაფერი რომ მე იმის დამიხევით გავიარო ასეთი გზაჯვარედინი ითვლება რომ არის არარეგულირებული გზაჯვარედინი ასეთი გზაჯვარედინი ითვლება რომ არის არარეგულირებული გზაჯვარედინი ასეთ გზაჯვარედინზე ყოველთვის ტრანვაი არის უპირატესი სადაც არის არარეგულირებული გზაჯვარედინი ასეთ გზაჯვარედინზე ყოველთვის დაიმახსოვრეთ ტრანვაი არის უპირატესი აგერა ყავს ტრანვაი და რა თქმა უნდა პირველი წამოვიდა ტრანვაი წავიდა პირველი შემდეგ იმოძრავებს მსუბუქი თეთრი ავტომობილი რატო მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მარჯვენა მხრიდან დაბრკოლება არ ყავს ამიტომ გააგრძელებს მოძრაობას და ბოლოს ერთად იმოძრავებენ მოტოციკლი და ავტობუსი როგორ მოძრაობთ არარეგულირებული გზაჯვარედინია არაფერი ნიშანი არ მაქვს ამიტომ პირველი იმოძრავებს რა თქმა უნდა ტრანვაი შემდეგ იმოძრავებს მსუბუქი ავტომობილი იმიტომ მარჯვენა მხრიდან დაბრკოლება არავინ არ ყავს და ბოლოს ერთად იმოძრავებენ მოტოციკლი და ავტობუსი ტრანვაი მსუბუქი ავტომობილი და ბოლოს ერთად იმოძრავებენ მოტოციკლი და ავტობუსი როგორ გავლია გზაჯვარედის ნახე გზაჯვარედის როგორ გავვლით პირველი დავიწყოთ მსუბუქი ავტომობილი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ნახეთ წითელი უნთია დადებული ვერსია სვეტაფორისა და წითელ ავტომობილს უნთია წითელი რახან წითელი ანთია გავაჩეროთ და სატვირთო ავტომობილი წამოვა ბოლო წითელზე გავჩერდებით და მსუბუქი ავტომობილი წამოვა ბოლო ეხლა გავიგოთ პირველი სატვირთო იმოძრავებს თუ მოტოციკლი ნახეთ მოტოციკლის მძღოლი წავიდა მობრუნების მანევრს რო აკეთებს ნახეთ ამ მოტოციკლის მარჯვენა მხარე არის სატვირთო ავტომობილი რახან მოტოციკლის მარჯვენა მხარე სატვირთო ავტომობილია პირველი იმოძრავებს სატვირთო ავტომობილი შემდეგ იმოძრავებს მოტოციკლი და ბოლოს იმოძრავებს მსუბუქი მოტოციკლის მარჯვენა მხარე სატვირთოა ამიტომ ჩემი მარჯვენა მხარე უპირატესია პირველი წავა სატვირთო ავტომობილი შემდეგ მოტოციკლი და ბოლოს მსუბუქი როგორ მოძრავთ პირველი სატვირთო მოტოციკლი და ბოლოს იმოძრავებს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი რომელ ავტომობილს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ნახე გზას ვინ დაგვითმობსო ყოველთვის დაიმახსოვრეთ წითელზე ყველა ჩერდება არ აქვს მნიშვნელობა წითელი ანთია და ყველა ჩერდება ვინც უნდა იყოს ყვითელი და მწვანეზე მოძრავთ წითელი ვის აქვს წითელი აქვს ტრანვაის მძღოლს მსუბუქი ავტომობილის მწვანე უნთია ტრანვაის უნთია წითელი ამან არ დაგაბნიოთ ეს არის დამატებითი ინფორმაციაო მეუბნება დამატებითი სექციაო დანარჩენი ამ მწვანე ის არის არაფერი ფუნქცია არ აქვს მეუბნება რომ დამატებითი სექციაო წითელი ვის უნთია წითელი უნთია ტრანვაის მძღოლს რა თქმა უნდა გზას დათმობს თვითონ ტრანვაის მძღოლი წითელი ანთია რომელი ტრანსპორტის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ნახე გზას ვინ დაგვითმობს გზას რა თქმა უნდა დაგვითმობს მსუბუქი ავტომობილი რატო ნახეთ მე ტრანვაის ლიანდაგზე მინდა მობრუნების მანევრი შევასრულო და ჩემ გვერდს ტრანვაი მოძრაობს ტრანვაი რო არ იყოს კი მობრუნდები მაგრამ რახან ტრანვაი მოძრაობს მე ფიზიკურად ტრანვაის ლიანდაგზე მობრუნების მანევრს ვერ შევასრულებ ტრანვაის გავატარებ და შემდეგ რა თქმა უნდა შემიძლია მობრუნების მანევრი შევასრულო გზის დათმობის ვალდებულება რა თქმა უნდა წარმოექმნება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს რომელ ტრანსპორტს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ნახე გზას ვინ დაგვითმობს სვეტაფორებს დაგვით სვეტაფორებზე მსუბუქ ავტომობილის მწვანე უნთია ტრანვაის უნთია წითელი წითელზე ვჩერდებით მწვანე და ყვითელზე მოძრავთ გზას ვინ დაგვითმობს გზას დაგვითმობს ჩემი რა თქმა უნდა ტრანვაის უნთია წითელი გზას თმობს თვითონ ტრანვაის მძღოლი რომელ ტრანსპორტს წარმოექმნება ნახე ვინ უნდა გაიაროს გზაჯვარედინი პირველმა ვინ გაილის პირველი რა თქმა უნდა მსუბუქი ავტომობილი
წითელისა მწვანე უნთია სუბუქი ავტომობილის მოუწია წარმოიქმნა წითელი. წითელზე რა თქმა უნდა შედებით, მწვანეზე ყვითელზე მოძრაობ. პირველმა გაიარო სვინი. სუბუქი ავტომობილის მძღოლმა მწვანეზე ყოველთვის მოძრაობს პირველი. პირველი გაივლის სუბუქი ავტომობილის მძღოლი. ნახე იგივე სიტუაცია რაც წეღა შეხვდა. რომელს წარმოექმნებაო მეურნეობიან გზის დათმობის ვალდებულებაო. გზას დაგვითმობს, რა თქმა უნდა, სუბუქი ავტომობილი. მე მინდა მოbrunების მანევრი შევასრულო, ტრამვაი უნდა გამოვატარო და შემდეგ მოbrunდე. რა თქმა უნდა, გზას დათმობს ვინ? სუბუქი ავტომობილის მძღოლი. აქვს თუ არა უფლება ლურჯი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მოცულებით? რა პრობლემაა? გააგრძელოს. ორი მოძრაობის ზოლია. ნახეთ, პირველი ზოლიდან მე მოძრაობ პირდაპირ და მარჯვნივ, მეორე ზოლში ვარ. საწავალ, მეორე ზოლიდან წავალ პირდაპირ, მარცხნივ და მოვბრუნდებ. რა თქმა უნდა, წავალ. მე მინდა პირდაპირ წავალ მეორე ზოლიდან, მინდა მარცხნივ, მინდა მოვბრუნდებ. რა თქმა უნდა, აქვს უფლება რომ მოვბრუნდე. რომელ ავტომობილს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულებაო მეუნდა. ნახე, გზის დათმობის ვალდებულება. ვის წარმოექმნება? ორივეგან მწვანეანთია სვეტაფორებში. ნახეთ, მწვანე ავტომობილი წავიდა, მოbrunების მანევრს რო ასრულებს, მწვანე ავტომობილის მარჯვენა მხარე არის თეთრი ავტომობილი. რახან ჩემი მარჯვენა მხარე ჩემზე უპირატესია, ამიტომ გზას თვითონ მწვანე ავტომობილი დათმობს. მწვანე ავტომობილის მარჯვენა მხარე არის თეთრი. ამიტომ გზას თმობს მწვანე ავტომობილის მძღოლი. რომელ ავტომობილს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება? ნახე, გზას ვინ დაგვითმობს? ცისფერი ავტომობილი. ცისფერს წითელი უნთია, ყვითელს მწვანე. მწვანეზე და ყვითელზე მოძრაობთ, წითელზე შევდებით. რა თქმა უნდა, გზას დათმობს ცისფერი ავტომობილის მძღოლი. ნახეთ, ეხლა რას გვეუბნებია? რომელს წარმოექმნება, რომელი ტრანსპორტმა წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება თეთრი ავტომობილის მძღოლს, თუ ყველა შუქიშანში ჩართულია ყვითელი. ნახე, ყველა სვეტაფორშიო ჩართულიაო მეუნდები ან ყვითელიო. და თეთრმა ავტომობილმა გზა ვის უნდა დაუთმოსო მეუნდეო? ყველგან ჩართული არის ყვითელი. ამიტომ ეხლა რა ვხდათ? ერთმანეთს ხო დავეჯახებით, კაცო. ამიტომ ეხლა ნახეთ, ეხლა ეკრანს გავადიდებ და შეხედეთ დაფას. ყველგან 4-ვე სვეტაფორში ანთია ყვითელი. როგორ უნდა და თეთრმა ავტომობილმაო მეუნდეა გზა ვის უნდა დაუთმოსო? ამ შემთხვევაში მე ნახე დაფას დავემორჩილები და დაფაზე მეუბნებია რომ თავარ გზაზე, ეს შავი სქელი ხაზი არის თავარი გზა. თავარ გზაზე მოძრაობენო მეუბნება თეთრი და წითელი ავტომობილებიო, ხო? თავარ გზაზე მოძრაობენ თეთრი და წითელი ავტომობილი. ტრამვაი მოძრაობს, ეს ქალი ხაზი არის მეორე ხარისხოვანი გზა. ეხა თეთრი და წითელი ავტომობილი მოძრაობენ თავარ გზაზე. ტრამვაი გინდა ყოფილიყო, გინდა არა, ხო? ტრამვაი მეორე ხარისხოვან გზაზეა და გინდა ყოფილა, გინდა არა. მეუბნებიან თეთრმა ავტომობილმა გზა ვის უნდა დაუთმოსო? ამ შემთხვევაში თეთრი ავტომობილი გზას უთმობს თავის მარჯვენა მხარეს. ნახე, თავარ გზაზე მოძრაობენ წითელი ავტომობილის მძღოლს. თეთრმა ავტომობილმა გზა დაუთმოს თავის მარჯვენა მხარეს. წითელი ავტომობილის მძღოლს. ორივე მოძრაობენ თავარ გზაზე და თეთრი ავტომობილი ამ შემთხვევაში გზას დაუთმობს თავის მარჯვენა მხარეს. წითელი ავტომობილის მძღოლს. ნახეთ, აქაც იგივე სიტუაცია. გზის დათმობის ვალდებულებაო, მეუბნება ვის წარმოექმნებაო? გზას დაგვითმობს ვინ? თეთრი ავტომობილი. ნახე, სვეტაფორში მწვანეანთია წითელ ავტომობილთან, მწვანეანთია თეთრთან. ნიშნები სვეტაფორმა გამიუქმა, ნიშნები აღარ არსებობს, ორივეგან მწვანეანთია. რა ვქნა ეხლა? თეთრი ავტომობილი, ნახეთ, თეთრი ავტომობილი წამოვიდა, მოbrunების მანევრს რო აკეთებს, თეთრი ავტომობილის მარჯვენა მხარე არის წითელი. რახან თეთრი ავტომობილის მარჯვენა მხარე წითელია, ჩემი მარჯვენა მხარე ჩემზე უპირატესია, ამიტომ გზას თმობს თვითონ თეთრი ავტომობილის მძღოლი. აქაც იგივე სიტუაცია. ნახეთ, სვეტაფორებში ორივეგან მწვანეანთია. მწვანეანთია ერთგანაც და მეორეგანაც. გზის დათმობის ვალდებულებაო, მეუბნებიან ვის წარმოექმნებაო? რა თქმა უნდა, ავტობუსის მძღოლს. ავტობუსი წამოვიდა, ნახეთ, მოbrunების მანევრს რო აკეთებს, ავტობუსის მარჯვენა მხარე არის თეთრი.
ავტობუსი ნახე აკეთებს მობრუნების მანევრს და ავტობუსის მარჯვენა მხარე არის თეთრი. რა თქმა უნდა, უპირატესი არის ჩემი მარჯვენა მხარე და თეთრი ავტომობილი და გზას თვალს ვინ? თვითონ ავტობუსის მძღოლი. მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს. ნახე მსუბუქმა ავტომობილმა სად უნდა იმოძრაოს? როდესაც რევერსიული სვეტაფორი გამორთული არის, ჩემი სამოძრაო ზოლი არის პირველი ზოლი. მე შემიძლია ვიმოძრაო პირველ ზოლში. ჩემი სამოძრაო ზოლი არის B მიმართულებით შემიძლია ვიმოძრაო. ნახე მსუბუქმა ავტომობილმა იმოძრაოს. სად უნდა იმოძრაოს? ჩემი სამოძრაო ზოლი ყოველთვის არის B, პირველი ზოლი. მაგრამ ამ შემთხვევაში მე შემიძლია მწვანე ანთია და ვიმოძრაო A-ზეც. შემიძლია A-ზეც და B-ზეც ვიმოძრაო. A-ზეც და B-ზეც მაქვს მოძრაობის უფლება. რევერსიულ სამსინგაზე ლურჯმა ავტომობილმა რა უნდა ქნას? ნახე ლურჯი ავტომობილი მოძრაობს და ის არის ნახე მეუნევა გადადიო. ანუ ნისარი ამ ზოლიდან გეუნევა რომ გადადიო, აგდებს ამ ზოლიდან. რა უნდა ქნასო? რა თქმა უნდა გადავიდე მარჯვენა ზოლში. ნიშანს ვემორჩილები და რა თქმა უნდა გადავიდე მარჯვენა ზოლში. აქტუალურ უფლება მსუბუქ ავტომობილის ზოლს შევდეს რევერსიული მოძრაობის ზოლში. რევერსიული შუქის ამ სიგნალზე. შემიძლია? არ შემიძლია. ის არის მეონება გადიო ამ ზოლიდან. რა თქმა უნდა, არ აქვს უფლება რომ შევიდე. რომელი მიმართულებით შევძლებოს წითელი ავტომობილი? ნახე, სად შემიძლია ვიმოძრაო? სვეტაფორში ჩახატული კონტური ისრები მეუნევიან, რომ შენ მოძრაობა გააგრძელებ პირდაპირ და მარჯვნივ. იმოძრავეო მეუნება პირდაპირ და მარჯვნივ. მე წავალ, რა თქმა უნდა, პირდაპირ და მარჯვნივ. ნახე, კონტური ისრები მეუნევიან, მოძრაობა გააგრძელე პირდაპირ და მარცხნივ. სად წავალ? რა თქმა უნდა, წავალ პირდაპირ, წავალ მარცხნივ და თუ წავალ მარცხნივ დაიმახსოვრეთ ყოველთვის შემიძლია მობრუნება. წავალ პირდაპირ, მარცხნივ და მობრუნდები. წავალ პირდაპირ, მარცხნივ და თუ წავალ მარცხნივ ყოველთვის შემიძლია მობრუნდება. ნახეთ, ვალდებულია თუ არა? აღარაფერს აღარ ვკითხულობ, ვალდებულია თუ არა, ვალდებულია. ვალდებულია თუ არა, ვალდებულია. აქტუალურ უფლება ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა თუ ჩართულია სვეტაფორში ყვითელი. ყვითელი ანთია ვიმოძრავებ? რა თქმა უნდა, მწვანეს და ყვითელზე ჩვეულებრივად მოძრაობ. აქვს უფლება, კი ბატონო. ნახე, ჩართულია ყვითელი და მწვანე. მოძრაობ? რა თქმა უნდა, მოძრაობ. აქვს უფლება. წითელი და ყვითელი ანთია, ნახეთ, ვიმოძრავებ? გამორიცხულია, ვეღარ ვიმოძრავ. წითელი არის უპირატესი სვეტაფორში და წითელი რო ანთია, გამორიცხულია, მოძრაობის უფლება არ გვაქვს. რაფერიც არ უნდა იყოს, წითელი უპირატესია და ჩვენ მოძრაობის უფლება არ გვაქვს. რა მიმართულებით შეუძლია მოძრაოს წითელი ავტომობილი? ნახე, წითელმა ავტომობილმა სად შეუძლია მოძრაოს? ნახე, წითელი ავტომობილის მძღოლს სვეტაფორი მეუნება, რომ წადიო მარცხნივ. რა ვქნათ? თუ წავალ მარცხნივ, რას ვიზავ? წავალ მარცხნივ და მობრუნდები. ნიშანი მეუნება, წადიო მარცხნივო და წავალ მარცხნივ და შემიძლია მობრუნდება. აქტუალურ უფლება მსუბუქ ავტომობილის გააგრძელოს მოძრაობა ისის მიმართულებით. რა პრობლემაა იმოძრაოს? ორი მოძრაობის ზოლია, ნახეთ, პირველი ზოლიდან მოძრაობ პირდაპირ და მარჯვნივ, მეორე ზოლში ვარ. მეორე ზოლიდან წავალ მინდა პირდაპირ, მინდა მარცხნივ წავალ და მინდა მობრუნდები. მეორე ზოლიდან წავალ პირდაპირ, მარცხნივ და მობრუნდები. რა პრობლემა აქვს უფლება იმოძრაოს? რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება მოძრაობა? ვის შეუძლია იმოძრაოს? ნახე, ვის ეკრძალება მოძრაობა? მოძრაობა ვის ეკრძალებაო? მოძრაობა ეკრძალება ვის? ყვითელი ავტომობილის მძღოლს. გახსოვთ პირდაპირ იმოძრავი ნიშანზე ყოველთვის დამრღვევი არის? პირდაპირ იმოძრავი ნიშანზე ყოველთვის დამრღვევი არის ყვითელი ავტომობილის მძღოლი. რატო? ნიშანი ნახე, პირდაპირ იმოძრავეო მეუნება. ამ ნიშანმა თავისი მოქმედების ზონა დაასრულა შემდეგ კვეთაზე. აი მეორე კვეთაზე.
ხოლო ყვითელმა ავტომობილმა კაცო დაიცაურა ეს ლაბარაკო შემოდა პირობითაზე. რა თქმა უნდა, ნიშანი ასრულებს თავის მოქმედებას ზონას მეორე კვეთაზე. ამ შემთხვევაში დამღები არის ყვითელი ავტომობილი. ნახე, ყოველთვის პირდაპირ მოძრავეზე თუ სამე თვალი მოკარით, ყოველთვის დამღები არის ყვითელი ავტომობილის მძღოლი. მოცემულ სიტუაციაში მძღოლს უფრო იმოდახე, სად შეუძლია იმოძრაოს. ამ შემთხვევაში წითელი ანთია და რა თქმა უნდა, არც ერთი მიმართულებით მოძრაობის უფლება არ აქვს. აქვს უფლება მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით. რა თქმა უნდა, მწვანე ანთია, ხელს არავის არ უშლის, აქვს უფლება იმოძრაოს. მოცემულ სიტუაციაში ვალდებულია თუ არა მძღოლი მოbrunდეს გაყოლაშიშგან ნახე მოძღოლს უნდა მოbrunება და უფლება ვალდებულია თუ არა მეუბნება რომ პროექტის მოbrunებას გაჩნდეს გაყოლოს არსებულ ამ სიგნალზე. რა თქმა უნდა გავჩერდი აუცილებლად. რატო ჩერდები? ნახე ზდეკ ხაზი მაქვს. ზდეკ ხაზი რომ აქვს მე ვალდებული ვარ გავჩერდე. ზდეკ ხაზი მაქვს და მე ვალდებული ვარ გავჩერდე. ზდეკ ხაზი მაქვს და რა თქმა უნდა ვალდებული ვარ გავჩერდე. აქ ნახეთ აქ ზდეკ ხაზი არ მაქვს. ზდეკ ხაზი რო არ მაქვს, ჩერდები? არ ჩერდები. ზდეკ ხაზი მაქვს, ჩერდები. აქ ზდეკ ხაზი არ მაქვს და არ ჩერდები. ზდეკ ხაზი მაქვს და რა თქმა უნდა ვალდებულია გაჩერდეს. აქ ნახეთ ზდეკ ხაზი არ მაქვს და არ არის ვალდებული რომ გაჩერდეს. რა მიმართულებით შეიძლება მოძრაოს უკავტომილა? ნახე, რასაც შეიძლება იმოძრაო. ორზოლიანი გზა არის. პირველი ზოლიდან მოძრაო პირდაპირ და მარჯვნივ, მეორე ზოლში ვარ. მეორე ზოლიდან წავალ პირდაპირ, წავალ მარცხნივ და თუ წავალ მარცხნივ, ყოველთვის შემიძლია მოbrunება. მეორე ზოლიდან წავალ სად? პირდაპირ, მარცხნივ და უკუ მიმართულებით. რომელი ავტომობილის მძღოლს ენიჭება უპირატესობა? ვის ენიჭება? რა თქმა უნდა, ლურჯი ფერის ავტომობილი. ლურჯს უთია მწვანე, წითელზე ვჩერდებით, მწვანეზე, ყვითელზე მოძრავ. უპირატესობა ენიჭება ღია ლურჯი ფერის ავტომობილის მძღოლს. თუ შუქნიშნის სიგნალები ეწინააღმდეგება გავლის უპირატესობას. ძველი შეიძლება ნახე, შუქნიშნის სიგნალებიო მეუნევიან ეწინააღმდეგებაო გავლის უპირატესობას. ვის უნდა დავჯეროს ზონა? დაიმახსოვრეთ, არანაირი გავლის უპირატესობა არ არსებობს. ყოველთვის ჩვენ ვემორჩილებით შუქნიშნის სიგნალებს. დაიმახსოვრეთ, არანაირი გავლის უპირატესობა არ არსებობს. ჩვენ ყოველთვის ვემორჩილებით შუქნიშნის მაშუქ სიგნალებს. ნახეთ რა უნდა გითხრათ? თუსმერე პირველივე სიტყვა, ნახე, ხო იწყება თუ შუქნიშნის, ყოველთვის დაიმახსოვრეთ თუსმერე პირველივე სიტყვა რაც იქნება, ხო წერია თუ შუქნიშნის. თუსმერე პირველივე სიტყვა რაც იქნება, ყოველთვის პასუხებში ნახეთ და იმ პასუხებით აირჩიეთ. ნახეთ თუ შუქნიშნის, ხო წერია თუსმერე არის პირველივე სიტყვა შუქნიშნის, ხო? პასუხები იწყება შუქნიშნის. არაფერს აღარ ვკითხულობ, ავირჩევ შუქნიშნის. თუსმერე დაიმახსოვრეთ პირველივე სიტყვა რაც ეწერება, ის პირველივე სიტყვა. ნახეთ ხოლმე პასუხებში თუ იწყება იმ სიტყვით, ყოველთვის აირჩიეთ, ყოველთვის არის სწორი. ნახეთ, თუსმერე არის შუქნიშნის. ნახო პასუხებში წერია შუქნიშნის. აირჩიეთ, ყოველთვის არის სწორი. თუსმერე პირველივე სიტყვა რაც ეწერება, პასუხებში ნახეთ და ყოველთვის ყველგან არის სწორი. ერთ სადგარზე, ერთ და იმავე სიმაღლეზე განლაგებული. ერთხელ ეს მართული ორი მორიგებოჩვენ ყვითელი სიგნალი ნახე, სად გამოიყენება ორი მორიგებით მოცემე ყვითელი ან წითელი ციმციმა სიგნალი. გამოიყენება სადაც მეტად სტრატეგიული და ყურადღება გასამახვილებელი ადგილებია. რა ადგილებია ესენი? ნახე, კრიზისის გასვლებზე, გასახსნელი ხის მოსვლა, გემის ან ბონის ასევე გზაზე სახანძრო გამოსვლა და ადგილსაც დაბალ სიმაღლეზე უწევს საფრენი აპარატის ტრაექტორია. სადაც მეტად სტრატეგიული და ყურადღება გასამახვილებელი ადგილებია, იქ გამოიყენება ორი მორიგებით მოსვლა წითელი ან ყვითელი სვეტაფორი. რევერსიული შუქნიშანი წითელი ფერის
X ნიშის ხიქსიანად ხოჩოთი საკე სად გამოიყენება რევერსიული სვეტაფორი. რევერსიული სვეტაფორი მართალია ჩვენ საქართველოში არ გვაქვს, მაგრამ გამოიყენება ნებისმიერი ტრანსპორტის მოძრაობის რეგულირებისათვის და შეუძლია ნებისმიერ დროს რევერსიული შუქიდან შეგიცვალოს მიმართულება და ასე მოძრაობა აგირიოს და ასე გაგიშვას აღარ გამოატაროს. სად გამოიყენება? რევერსიული შუქიდან გამოიყენება მხოლოდ საასფალტო სადგურის მოძრაობის რეგულირებისათვის. საავტომობილო მოძრაობის მიმართულება საპირისპიროდ იცვლება. ნებისმიერ დროს შეუძლია შეგვიცვალოს მიმართულება და მოძრაობა რევერსიულმა სვეტაფორმა. შუქნიშის მწვანესია გამოსხული კონტურის ნახე შუქ სვეტაფორში რომ კონტური ისრებიაო. ეს ისრებიო რა არისო რას გეუნებაო? სვეტაფორში რომ ისრები ხატია. რა ისრებიაო ესენიო? პირველი პასუხი მეუბნება მძღოლს აწვდის ინფორმაციას. არა, ეს ისრები მე არანაირ ინფორმაციას არ მაწვდის. უბრალოდ მეუბნება რომ არის დამატებითი სექცია, თორემ მე სვეტაფორები ეს ისრები არაფერ ინფორმაციას არ მაწვდის. მეუბნება რომ არისო დამატებითი სექცია. მძღოლს ამცნობს შუქ ნიშანზე დამატებითი სექციის შესაძლო არ შეხვდა. ნახე დამატებითი სექციაო, მაგას მომწონს, თორემ მე არაფერ ინფორმაციას არ მაწვდის. წესებურად განლაგებული მოყვითალო 4 ნომერის გამოყენებას ნახე სად გამოიყენება წესებური შუქ ნიშანი. განახებთ ახლა წესებური შუქ ნიშანი რომელია? აგერა, ეს არის წესებური შუქ ნიშანი. წესებური შუქ ნიშანი გამოიყენება ჩვეულებრივ ბასლაინებზე, სადაც სპეციალურ ზოლზე, სადაც მოძრაობას ანუ აგვარებს, სადაც მოძრაობს ტრანსპორტისა, ტროლეიბუსი, ტრამვაი, ავტობუსი და გამოიყენება ამათი რეგულირებისათვის. ამ შემთხვევაში ნახე, როდის მაძლევს წესებური შუქ ნიშანი უფლებასო იმოძრაო. წესებული შუქ ნიშანი მე უფლებას მაძლევს მოძრაობისა, თუ ჩართულია ყველა დაბლა 1 და მაღლა რამოდენიმე სიგნალი. მაშინ მე მოძრაობის უფლება მაქვს, მაგრამ მოძრაობას მიკრძალავს თუ ჩართულია მარტო 3 ზედა სიგნალი. მოძრაობა აკრძალულია თუ ჩართულია მხოლოდ 3 ზედა მაშუქი სიგნალი. ეხლა ამ შემთხვევაში ტრამვაის მოძრაობის უფლება არ აქვს. წესებურად განლაგებული მოყვითალო 4 მდგომარეობის ნახე სად გამოიყენოთ წესებური შუქ ნიშანიო მეუბნება. წესებურ გზაჯვარედინებზე არ გამოიყენება და არ გამოიყენება ტრაქტორებისთვის. გამოიყენება სად? სამარშრუტო ტრანსპორტის მოძრაობის სპეციალურ ზოლზე მოძრაობის გამოიყენება სპეციალურ ზოლზე მოძრაობის რეგულირებისას მოძრაობს სამარშრუტო ტრანსპორტი. წესებური ფორმის შუქ ნიშანი მე მოძრაობის უფლებას მთავს. როდის? მოძრაობა შემიძლია თუ ჩართულია, თუ ერთდროულად ჩართულია ქვედა და ერთი ან რამოდენიმე ზედა მაშუქისგან. ნახე, მე შემიძლია ვიმოძრაო თუ ჩართულია წესებური შუქ ნიშანზე ქვედა ერთი ან ზედა რამოდენიმე მაშუქი სიგნალი. წესებური ფორმის შუქ ნიშანი მე მოძრაობას მიკრძალავს. როდის? მოძრაობა აკრძალულია თუ ჩართულია მარტო 3 ზედა მაშუქი სიგნალი. წესებური შუქ ნიშანი მოძრაობას მიკრძალავს თუ ჩართულია მარტო 3 ზედა მაშუქი სიგნალი. აქ თუ არა მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება, თუ ყვითელი მაშუქი ჩართვის დროს კვედა მოხდა მას აშუქებს დეხესა. ნახე, ჩაერთოვო ყვითელიო მეუბნება და ვერ მოვასწარი დამოხვეჭა მკვეთათო. უფლება მაქვს და გავაგრძელო მოძრაობა. რა თქმა უნდა, ყვითელიანთია, კაცო, ყვითელზე ჩვენ მოძრაობთ. ყვითელზე ჩვენ არ ვჩერდებით. ყვითელზე რა თქმა უნდა გვაქვს უფლება მოძრაობის. ყვითელზე აქვს უფლება, რომ გააგრძელოს მოძრაობა. რომელ მძღოლმა გააჩერა წესების დაცვით? ნახე, წესების დაცვით ვინ გააჩერაო? წესების დაცვით გაჩერებული არის ყვითელი ავტომობილი, გაჩერებული არის SDK-სთან. ყვითელი ავტომობილის მძღოლი. სუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება იმოძრაოს. ნახე, სამ უნდა იმოძრაოს სუბუქ ავტომობილმა. რევერსიული გზა არის, რევერსიული სვეტაფორია, გამორთულია, სად მოძრაობ?
სათაფური გამორთულია, ჩემი სამოძრაო ზოლი არის პირველი ზოლი. მე ვიმოძრავებ ამ მიმართულებით. რომელი ტანვარის ზოლში წარმოქმნება გზის დათმობის ვალდებულება წითელ ნახე წითელმა ავტომობილმა მეუბნება გზა რომელიც ტანვარში წითელი ავტომობილი გზას უთმობს ორივე ტრამვაის მძღოლს. წამოვა, ნახე ეს დექხაზია გაჩერდება, წითელი ანთია და გაატარებს ორივე ტრამვაის მძღოლს და შემდეგ გააგრძელებს მოძრაობას. რომელიც ტრანსპორტ შეუძლია გარკვეულ მოძრაობას. შუქის სამსიგნალზე. ნახე, ვის შეუძლია იმ მოძრაობას შუქის სამსიგნალზე? ამ სიგნალზე შეუძლია მოძრაოს მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა. ტრამვაი ვერ იმოძრავებს. მსუბუქი ავტომობილის მწვანე უთი. დაარღვევს თუ არა მსუბუქი ავტომობილი? დაარღვევს. გზაჯვარედინზე გასწრება არ შეიძლება. არღვევს. მოცემულ სიტუაციაში ვალდებულება თუ მძღოლი გაჩერდეს გზაჯვარედინიდან გასასვლელზე ამ შუქის სამსიგნალზე. ნახე, ჩერდებით? არ ჩერდებით. მწვანე ანთია და ჩვენ მწვანეზე არ ჩერდებით. არ არის ვალდებული. ნახე, იგივე სიტუაცია. ჩერდება თუ არა? არ ჩერდებით, კაცო. რატომ აღარ ჩერდებით? მწვანე ანთია. ჩვენ მწვანეზე დაყვითაზე მოძრავთ. მწვანე მინთია, რა თქმა უნდა, არ არის ვალდებული, რომ გაჩერდეს. მწვანეზე ჩვენ არ ჩერდებით. თუ მძღოლი უახლოვდება შუქიანს, რომ დიდხანია მაშინ ზოლა რა ქოს ზოლა. ნახე, დიდი ხანი ანთია მოძრაობის მაშუქის სიგნალი. მძღოლმა რა უნდა ქნას? პირველი და მესამე პასუხი მეუბნება რომ გაზარდეს სიჩქარე, გაზარდეს სიჩქარე. სიჩქარის გაზდა დაიმახსოვრეთ, ყოველთვის არის შეცდომა. სიჩქარის გაზდა არასდროს არ აირჩიოთ. სიჩქარის გაზდა ყოველთვის შეცდომა. რა ვქნა? გააგრძელოს მოძრაობა ესე რომ მზად იყოს ნებისმიერ მომენტში უსაფრთხოდ გასაჩერებლად. დაიმახსოვრეთ, სიჩქარის გაზდა ყოველთვის არის შეცდომა და არასდროს არ აირჩიოთ. სიჩქარის გაზდა ყოველთვის შეცდომა. კარგით, გავიმეოროთ მაშინ. გავიმეოროთ და გავიმეოროთ. იო, დინამიკში აღარ ისმის ხმა და მანდან არის. რომელი ავტომობილის მძღოლს ენიჭება უპირატესობა? ვის ენიჭება უპირატესობა? მეორე თეთრი ავტომობილის მძღოლს. თეთრი ავტომობილის მძღოლს, კი ბატონო. აქვს თუ არა წითელ ავტომობილს ხდება გააგრძელოს მოძრაობა? აქვს უფლება. ქვეით თაბილის გაჩერებული და რა თქმა უნდა დაასრულოს მანევრი. აქვს უფლება. ოპერატიულ ჩართული აქვს სიმსიმა და ხმოვანი. წითელმა ავტომობილმა გზა ვის უნდა დაუთმოსო მეუბნება? პირველი ქვეითსა და ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლის მიმართ. ქვეითსაც და ოპერატიულსაც კი ბატონო. ვალდებულია თუ არა? აღარ ვკითხავ. ვალდებულია თუ არა? ვალდებულია თუ არა? აღარაფერს აღარ ვკითხავთ. ვალდებულია. ჩახერგილია გზა. ვის ეგზალია მოძრაობა? მხოლოდ რუხი ავტომობილის მძღოლს. კი, ჩახერგილია გზა და მოძრაობა ეგზალება რუხი ავტომობილის მძღოლს. გზაჯვარედინზე არის ნიშნები, არის შუქებია. როგორ მოძრაობთ? ჯერ უნდა გაიაროს ტრამვაი, შემდეგ მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს ავტობუსმა და მოტოციკლმა. რა თქმა უნდა, არარეგულირებული გზაჯვარედინია, პირველი ტრამვაი მოძრაობს, წავიდა ტრამვაი, შემდეგ მსუბუქი ავტომობილი და ბოლოს იმოძრავებენ ავტობუსი და მოტოციკლი ერთად. როგორ მოძრაობთ? ჯერ უნდა გაიაროს სატვირთო ავტომობილმა, შემდეგ მოტოციკლმა, ბოლოს მსუბუქმა ავტომობილმა. სატვირთო ავტომობილი, მოტოციკლი და ბოლოს იმოძრავებს წითელი ანთია, ბოლოს იმოძრავებს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. გზის დათმობის ვალდებულება ვის წარმოქმნება? ტრამვაის მძღოლს. ტრამვაის წითელი ანთია და ტრამვაი თმობს გზას, კი ბატონო. ნახე, გზის დათმობის ვალდებულება ვის წარმოქმნება მეუბნება? მსუბუქი ავტომობილის მძღოლს. რა თქმა უნდა, მსუბუქი ავტომობილის მძღოლს. ნახე, გზას რომელი დათმობს? ტრამვაის მძღოლი. ტრამვაი წითელი უნთია და დათმობს ტრამვაის მძღოლი გზას. რომელმა უნდა გაიაროს გზაჯვარედინი პირველმა? მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა. მწვანე უნთია მსუბუქ ავტომობილს და გაივლის პირველი, რა თქმა უნდა, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. გზის დათმობის ვალდებულება ვის წარმოქმნება? მსუბუქი ავტომობილის მძღოლს.
რა თქმა უნდა, მსუბუქი ავტომობილის მძღოლს. ნახე, უფლება აქვს თუ არა ლურჯ ავტომობილს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მოცემის შუქნიშის ამ სიგნალზე. აქვს უფლება. კი ბატონო, აქვს უფლება. გზის დათმობის ვალდებულება ვის წარმოექმნებაო მეუბნებიან? მწვანე ავტომობილის მძღოლს. რა თქმა უნდა, მწვანე ავტომობილის მძღოლს. გზის დათმობის ვალდებულება წარმოექმნება. ცისფერი ავტომობილის მძღოლს. ცისფერს წითელი უნთია, კი ბატონო. ნახე, ყველგან ჩართულიაო მეუბნებიან ყვითელი ციმციმა სიგნალიო. თეთრმა ავტომობილმა გზა ვის უნდა დაუთმოსო მეუბნებო? ხო, წითელი ავტომობილის მძღოლის მიმართ. რა თქმა უნდა, თავის მარჯვენა მხარეს ორივე მოძრაობამ მთავარ გზაზე თეთრმა ავტომობილმა გზა დაუთმოს წითელი ავტომობილის მძღოლს. გზის დათმობის ვალდებულება წარმოექმნება. თეთრი ავტომობილის მძღოლს. თეთრი ავტომობილის მძღოლს, კი ბატონო. გზის დათმობის ვალდებულება ვის წარმოექმნება? ავტობუსის მძღოლს. რა თქმა უნდა, ავტობუსს. ცოტა ფორი გამორთულია. სად შემიძლია ვიმოძრაო? მხოლოდ B მიმართულებით. B მიმართულებით. სად შემიძლია ვიმოძრაო ამ შემთხვევაში? როგორც A, ასევე B მიმართულებით. რა თქმა უნდა, A-ზეც და B-ზეც შემიძლია ვიმოძრაო. მსუბუქ ავტომობილმა რა უნდა ქნას ამ შემთხვევაში? გადავიდეს მარჯვენა ზოლში. რა თქმა უნდა, გადავიდეს მარჯვენა ზოლში. აქვს თუ უფლება მსუბუქ ავტომობილს რევერსიული შუქის ამ სიგნალზე? არ აქვს უფლება. არ აქვს უფლება, კი ბატონო. სად ვიმოძრავებ? მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ. რა თქმა უნდა, პირდაპირ და მარჯვნივ. სად შემიძლია ვიმოძრავო? მხოლოდ პირდაპირ მარცხნივ და უკვე მიმართულებით მოუბრუნდებით. პირდაპირ მარცხნივ და მოუბრუნდები. ნახე, ვალდებულია თუ არაო მეუბნებიან? ვალდებულია. ვალდებულია თუ არა, აღარაფერს არ გვითხრობ, უჩევ ვალდებულიას. ყვითელი ანთია, ვიმოძრავებ თუ არ ვიმოძრავებ? აქვს უფლება. ყვითელი და მწვანე ანთია, ვიმოძრავებ თუ არ ვიმოძრავებ? აქვს უფლება. კი ბატონო. წითელი და ყვითელი ანთია, ვიმოძრავებ? არ აქვს უფლება. წითელმა ავტომობილმა სად შეუძლია იმოძრაოს? მხოლოდ მარცხნივ და უკვე მიმართულებით მოუბრუნდებით. მარცხნივ და თუ წავალ მარცხნივ ყოველთვის შემიძლია მოbrunება. უფლება აქვს თუ არა მოbrunების მანევრის შეასრულოს? აქვს უფლება. რა თქმა უნდა. რომელი ავტომობილი დაარღვევსო მეუბნებიან? მხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლი. კი ბატონო, ყვითელი დაარღვევს. სად შემიძლია ვიმოძრაო? არც ერთი მიმართულებით. უფლება აქვს თუ არა გაგრძელება ისრის მოთხოვნის შუქნიშის ამ სიგნალზე? აქვს უფლება. კი ბატონო. ნახე, მინდა მოbrunება. ჩერდები თუ არ ჩერდები გაყოს ასეულ დეხასთან? ჩერდებით. ვალდებულია. რა თქმა უნდა. ჩერდები თუ არ ჩერდები? არ არის ვალდებული. სად შემიძლია ვიმოძრაო? მხოლოდ პირდაპირ მარცხნივ და უკვე მიმართულებით. კი ბატონო. გზის რომეს ენიჭება უპირატესობა მეუბნებიან? ღია ლურჯი ფერის ავტომობილის მძღოლს. კი ბატონო. ნახე, თუსმერი არის შუქნიშნის. შუქნიშის მაშუკი სიგნალების მოთხოვნით. თუსმერი წერია შუქნიშნის. შუქნიშის მაშუკი სიგნალების მოთხოვნებით. ერთ სადგარზე, ერთ და იმავე სიმაღლეზე განლაგებული, ერთ ხარეს მოთული ორი მორიგებულის ყვითელი წითელი გამოგცეს შუქშან გამოიყენება. პირველი, რკინიგზის გადასასვლელებზე გასახსნელ ხიდის მისასვლელებთან, გემის ან ბორნის მისადგომებთან, ასევე გზაზე სახანძრო ავტომობილის გამოსასვლელებთან და ადგილებში, სადაც გზას დაბალ სიმაღლეზე კვეთს საფრენი აპარატის ტრაექტორია. რა თქმა უნდა. სად გამოიყენება რევერსიული შუქშანი? მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის რეგულირების სავალი ნაწილის ზოლებზე, სადაც მოძრაობის მიმართულება საპირისპიროდ იცვლება.
საპირისპირო დიცვლება, კი ბატონო. ნახე, შუქშაშუქ მწვანე კონტურისტებიაო, რა რეგისტრებიაო მეუბნება. ძღოლს ამცნობს ნიშნაზე დამატებითი სექციების შესაძლო არსებობის შესახებ და მიუთითებს ამ სექციების ფერადი მაშუქის სიგნალებისაგან განსხვავებული მოძრაობის სხვა ნებადართული მიმართულების შესახებ. კი ბატონო, ძღოლს ამცნობს დამატებითი სექციაო. სად გამოიყენება წესებური შუქნიშანი? სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე მოძრაობის რეგულირებისათვის. კი ბატონო. წესებური შუქის წესებური ფორმის შუქნიშანი როდის თავს მოძრაობის უფლებას. თუ ერთდროულად ჩართულია ქვედა და ერთი ან რამდენიმე ზედა მაშუქის სიგნალი. მოძრაობას როდის მიგზავნავს? თუ ჩართულია მხოლოდ 3 ზედა მაშუქის სიგნალი. კი ბატონო. აქვს თუ არა ძღოლს უფლება გავიხსნას მოძრაობა, თუ ჩავითო ყვითელი და ძღოლ მას არ შეგეცეს დიხასთან. აქვს უფლება. რა თქმა უნდა, ყვითელიანთია და ყვითელზე ჩვენ და ვიმოძრავოთ. რომელმა ძღოლმა გააჩერა წესების დაცვით ავტომობილი? ყვითელი ავტომობილის მძღოლმა. კი ბატონო. შუქნიშანი გამორთულია. სად მოძრავ, რომელ ზოლში მოძრავებ? მხოლოდ ამ მიმართულებით. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა ვის უნდა უთხროს რომელ ტრამვაის გზა? მეორე ორივე ტრამვაის მძღოლის მიმართ. რა თქმა უნდა, ორივეს უნდა უთხროს გზა. ვის შეუძლია იმოძრავოს შუქნიშნის გზაზე? მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს. კი ბატონო. წითელი ავტომობილი დაარღვევს თუ არ დაარღვევს? დაარღვევს. გზაჯვარედინზე გასწრება არ შეიძლება არღვევს. მწვანეათია ვჩედები თუ არ ვჩედები გავშვერში? არ არის ვალდებული. მწვანეათია გავჩევით თუ არ გავჩევით? არ არის ვალდებული. თუ მძღოლი უხდება შუქს, რომ დიხარია ანთიან ნებასვიან, მძღოლი ვალდებულია? გააგრძელოს მოძრაობა ისე, რომ მზად იყოს სატრანსპორტო საშუალების ნებისმიერ მომენტში უსაფრთხოდ გასაჭირებლად. სიჩქარის გაზდა ყოველთვის არის შეცდომა და არასდროს არ აირჩიოთ. კარგით, მადლობა, გაიხარე. ნახეთ, დღეს გავიარეთ 6-დან 10-ის ჩათვლით. გადასამოებელი გექნებათ 6-დან 10-ის ჩათვლით. თუ რამე იქნება თქვენთვის გაუგებარი, ყველაფერი დასკრინეთ და ჩაყარეთ ჯგუფში და ჯგუფში ყველა გავიაროთ ერთად. კარგად იყავით, ხვალ გაგეშვიდობით, ხვალ შეხვდებით. გაიხარე გიო, კარგად. კარგად. კარგად გიო. ახონდეს.